აი გოგო გაჭერდი. გამარჯობათ. გამარჯობა. თუ გახსოვთ ჩვენ წინა ლექციაზე ვლაპარაკობდით არქეოასტრონომიაზე და იმაზე, რომ ეს ისეთი დარგია მეცნიერებისა, ახალი დარგი, რომელიც თავისი არსით არის მულტიდისციპლინარული და შესაბამისად აი ის არქეოასტრონომიული გამოცანები, რომლებზეც ჩვენ წინა ოთხშაბათს ვილაპარაკებთ, არც ერთი არ წარმოადგენდა საკუთრივ თქვათ არქეოლოგიურ ან ისტორიულ ან თუნდაც ასტრონომიულ პრობლემას, არამედ მოითხოვდა რაღაცნაირად აი სხვადასხვა მეცნიერების დარგებიდან მოტანილი მეთოდებით, ცოდნით, ამ ყველაფრის გამოყენებით რაღაცნაირად ამ პრობლემის გარკვევაში გარკვეული ცდელობის გაკეთებასთან, რა. შესაბამისად, აი, როდესაც ჩვენ ასეთ ინტერდისციპლინარულ პრობლემებს ხვდებით და თანამედროვე მეცნიერებაში ძალიან ბევრია ასეთი პრობლემა, რომელიც თავისთავად არ თავსდება რომელიღაც ერთი დარგის ფარგლებში, რომელიც მოითხოვს აი ესეთ კომპლექსურ მიდგომას. ხო, აი სწორედ ასე დროს იბადება სწორედ მულტიდისციპლინარული კვლევის მაგალითები და აღდგომის კუნძული სწორედ ერთი ასეთი ბრწყინვალე ადგილია დედამიწაზე, სადაც აი მეცნიერებმა, სხვადასხვა დარგის მეცნიერებმა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მის კვლევაში და ის რაც ჩვენ ვიცით დღეს უკვე ამ კულტურის შესახებ და მისი საოცარი, ასე ვთქვათ, ისტორიის, მისი საოცარი თავისებურებების შესახებ, ეს სწორედ არის სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა დამსახურება, თუმცა დღემდე შეიძლება ითქვას, რომ აღდგომის კუნძული მაინც არის ძალიან საიდუმლოებით მოცული ადგილი, იმიტომ რომ ბევრი რამ გაურკვეველია, ბევრი რამ გაუგებარია და ალბათ კიდევ დიდხანს მეცნიერების ყურადღების ცენტრში იქნება ამ კუნძულის აი ეს ფენომენალური საოცარი თვისებები. ჩვენ ბუნებრივია ერთ ლექციაში ძალიან ძნელია ამოწურო ყველაფერი, რაც ამ ადგილს ეხება, იმიტომ რომ როგორც გითხარით, აქ ძალიან განსხვავებული ტიპის პრობლემატიკაა, როგორც წმინდა ისტორიული და არქეოლოგიური ხასიათის, ასევე ძალიან საინტერესოა ეს კუნძული, ასევე ეკოლოგიის კონტექსტში, ამაზეც ვიტყვით რამდენიმე სიტყვას და ძალიან საინტერესოა ასევე იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს კუნძული არის სამშობლო უნიკალური დამწერლობისა, რომელიც არის დღემდე გაუშიფრავი, დღემდე წაუკითხავი და ამდენად ის წარმოადგენს კრიპტოგრაფიის, როგორც აი ესეთი მეცნიერების დარგის ერთ-ერთ ძალიან ისეთ საინტერესო და დღემდე აუხსნელ ამოცანას. სანამ კონკრეტულ პრობლემებზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ჯერ პირველ რიგში გავეცნოთ ამ კუნძულს, ამ ადგილს, იმიტომ რომ ალბათ ზოგიერთ თქვენთაგანს ბევრი სმენია მის შესახებ, ზოგს ნაკლები და ასე ვთქვათ, ყველამ ერთად შევეცადოთ მეტი გავიგოთ მის შესახებ. აღდგომის კუნძული, აი აქ თქვენ ხედავთ, როგორ გამოიყურება იგი ფოტოზე კოსმოსიდან. არც ისე დიდია ზომით, მისი ფართობი არის დაახლოებით 166 კვადრატული კილომეტრი. იგი მდებარეობს წყნარ ოკეანეში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და იგი არის ვულკანური წარმოშობის, თვითონ კუნძულის ზედაპირზე არის სამი დიდი და კიდევ რამდენიმე უფრო მცირე ზომის ჩამქრალი ვულკანის კონუსი, ანუ აშკარაა, რომ კუნძული წარმოიშვა ვულკანური აქტივობის შედეგად. თვითონ კუნძულის სახელწოდებაც ძალიან საინტერესოა, აი მას მისი ოფიციალური სახელი არის აღდგომის კუნძული, მაგრამ სხვადასხვა დროს მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ, კერძოდ ადგილობრივი მოსახლეობა, პოლინეზიელი ხალხი მას ეძახდა
ტეპიტო ტეჰენუა, რაც ნიშნავს სამყაროს წვერვალს, სამყაროს წვერვალია, ესე ითარგმნება ეს სახელი. თუმცა სხვადასხვა დროს ევროპელები მას ეძახდნენ დევისის მიწას, სან-კარლოს, ეს აღდგომის მიწაც, ეს აღდგომის კუნძულიც, ესეც ვთქვათ ევროპელი მეზღვაურების მიერ შერქმეული სახელია. ერთ სიტყვით ძალიან საინტერესოა ამ კუნძულის აღმოჩენის ისტორია, ამას ჩვენ შევეხებით დეტალურად ვილაპარაკებთ ამაზე, იმიტომ რომ ძალიან ესეთი ისტორიაა, საინტერესოა თავისი ბევრი დეტალით. მოცადეთ, ერთი სტუდენტი ყავს კიდევ რიგში შემოუშვათ. დიახ. აი, კუნძულის რელიეფი ასეთია, ნახეთ, ეს მისი, ასე ვთქვათ, უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკაა. თქვენ აქ ხედავთ, რომ აი ეს ვულკანები, ნახეთ, აი აქ ერთ-ერთი ვულკანი სწორედ აი ამ სამკუთხედის ერთ კუთხეშია, არა? მისი მოსახლეობა რამდენიმე ათასი ადამიანია დღევანდელ დღეს, ძირითადად ისინი ცხოვრობენ აი აქ ამ დასახლებაში, სადაც არის სხვათა შორის პატარა აეროდრომი და აღდგომის კუნძული დღეს საკმაოდ პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის, თუმცა იმდენად შორს არის იგი, ასე ვთქვათ, დიდი ქვეყნებიდან დასახლებული ადგილებიდან, რომ ძალიან ძნელია აღდგომის კუნძულზე მოგზაურობა. წარმოიდგინეთ ახლა რომ ჩახვიდეთ აღდგომის კუნძულზე, ჯერ უნდა იმოგზაუროთ ჩილეში, რომელიც ჩვენგან არის მრავალი ათასი კილომეტრის მანძილზე. ეს თავისთავად უკვე დედამიწის მეორე მხარეს მოგზაურობის თოლფასია და შემდეგ ჩილედან პატარა თვითმფრინავით უნდა შეასრულოთ ეს ასევე ძალიან ესეთი დიდი ფრენა, დაახლოებით 2000 კილომეტრია სანაპიროდან ამ კუნძულამდე. ერთ სიტყვით აღდგომის კუნძული სამართლიანად ითვლება დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ადგილად. აი თქვენ აქ ხედავთ, ნახეთ, წყნარი ოკეანის რუკა არის ნაჩვენები. ეს არის აი აღდგომის კუნძული, აი აქ არის იგი. ეს სამხრეთ ამერიკის კონტინენტია, ხედავთ. როგორც ხედავთ, უახლოესი დასახლებული კუნძული არის აი ეს კუნძული პიტკერნი. ესეც ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე კუნძულია სხვათა შორის. აი მათ შორის მანძილი არის დაახლოებით 2000 კილომეტრი თუ არ ვცდები. აქ არის ასევე სხვა პოლინეზიური კუნძულები, რამდენიმე, რომლებიც ასევე მრავალი ათასი კილომეტრით არის დაშორებული. ცნობილი გალაპაგოსის კუნძულები, ნახეთ, რომელიც ალბათ ვისაც გაინტერესებთ ბიოლოგია, ზოოლოგია, ხსნენიათ, რომ ამ კუნძულებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩარლზ დარვინის აღმოჩენაში, როდესაც მან სახეობათა ევოლუციის თეორია განავითარა, სწორედ აი მან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო ამ კუნძულების დათვალიერებისას, როდესაც მან აქ აღმოაჩინა ძალიან საინტერესო ენდემური სახეობები, ცხოველების და მცენარეების. და როგორც ხედავთ, მოკეთ აი მართლაც აღდგომის კუნძული სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ადგილად დედამიწაზე. მით უფრო საინტერესოა, რომ ამ კუნძულზე განვითარდა, არსებობდა ძალიან საინტერესო კულტურა, ცივილიზაცია, რომელიც აი დღემდე გაოცების საგანია მთელი კაცობრიობისთვის, იმიტომ რომ ბოლომდე არ არის ნათელი თუ საიდან მოვიდნენ ეს ხალხი აქ, როდის დასახლდნენ, როგორ მიაღწიეს განვითარების ასეთ მაღალ დონეს და რა იყო მიზეზი ამ ცივილიზაციის, ასე ვთქვათ, დაკნინებისა და მისი განადგურებისა. ნუ ალბათ ნაწილობრივ მიზეზი იყო ის, რომ აქ მოვიდნენ აღმომჩენები, ასე ვთქვათ, ხო, ეს დანარჩენი სამყაროს წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ეს კუნძული, მოხდა კონტაქტი ცივილიზაციებს შორის და ცივილიზაციებს შორის კონტაქტი ხშირად ჩვენ ვიცით ეს ისტორიიდან, რომ კარგად არ თავდებოდა, იმიტომ რომ ხშირად ამას ჰქონდა ძალიან აგრესიული, ძალადობრივი, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი ფორმა, ძალიან ხშირად შედარებით უფრო ნაკლებად რეზისტენტული და ნაკლებად მომზადებული კონტაქტისთვის მხარე ამ კონტაქტისას არ ალდებოდა, იმიტომ რომ ფაქტიურად ხდებოდა დამყრობა, ხდებოდა კოლონიზაცია, ხო ამის მაგალითები ძალიან ბევრია ისტორიიდან და აღდგომის კუნძულსაც შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი რამ დაემართა, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი ამ ცივილიზაციის დაცემისა და ამიტომ დღემდე აი მეცნიერები დაობენ მაინც იმაზე თუ რა რეალურად რა გახდა მიზეზი აღდგომის კუნძულის ცივილიზაციის განადგურებისა.
აღმოჩენის ისტორია ძალიან საინტერესოა, შეიძლება ითქვას ამაზე აი კარგი ისეთი სათავგადასავლო რომანი შეიძლება დაიწეროს. აი ეს სახელი დევისის მიწა მოდის ერთი ძალიან საიდუმლოებით მოცული ისტორიიდან, რომელიც უკავშირდება წყნარ ოკეანეში მეკობრეების აქტივობას. იყო ასეთი ინგლისელი მეკობრე ედვარდ დევისი, რომელიც აი მე-17 საუკუნის 80-იან წლებში სწორედ მოქმედებდა წყნარი ოკეანის აი ამ რაიონში და მან აი სამხრეთ ამერიკულ სანაპიროზე, ეხლა დღევანდელი სახელმწიფო პერუ, სადაც მდებარეობს და მაშინ ეს იყო ესპანეთის კოლონია, მან რამდენიმე ისეთი ძალიან წარმატებული ოპერაცია განახორციელა და არბია რამდენიმე ქალაქი, ძალიან დიდი რაოდენობის ნადავლი გაიტაცა და როდესაც მას დაედევნენ ეს ესპანელი სამხედროები თავისი გემებით, ეს დევისი მოკეთ ცდილობდა რაღაცნაირად გაქცეოდა მათ, გავიდა ღია ოკეანეში, ისეთი მიმართულებით, რა მიმართულებითაც ელოდა, რომ მას არავინ არ დაედევნებოდა. აღმოჩნდა ფაქტიურად ოკეანის იმ ნაწილში, რომელშიც მანამდე არავინ არ ყოფილა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ერთ დღეს მან მისმა მეზღვაურებმა დაინახეს კუნძული, რომელიც არ იყო რუკებზე დატანილი და ამ კუნძულის კოორდინატები აღნიშნეს, მისი აღწერა მოიყვანეს თავის ჟურნალში, კერძოდ დევის აქვს თავის ჩანაწერებში ეს, მაგრამ იმდენად ეჩქარებოდა ცხადია, რომ არ ქონდათ იმის დრო, რომ თქვათ გაჩერებულიყვნენ და ეს კუნძული გამოეკვლიათ, ასე რომ აი გააკეთა ამ მეკობრემ აღმოჩენა, მაგრამ რო იტყვიან არ დასცალდა ამ აღმოჩენის, ასე ვთქვათ, ამ აღმოჩენის გამოკვლევა და როდესაც უკვე შემდეგ წლების შემდეგ ამ მისი ეკიპაჟის რამდენიმე წევრი აღმოჩნდნენ უკვე სხვა ასე ვთქვათ, სხვა საზღვაო მოგზაურობებში და ერთ-ერთი მათგანია ეს ძალიან ცნობილი ინგლისელი მეკობრე და ამავე დროს მეცნიერი, ჰიდროლოგი, ნატურალისტი და საერთოდ ძალიან საინტერესო პიროვნება უილიამ დამპირი, რომელიც აი დევისის ექსპედიციის მონაწილე იყო, მან სწორედ თავის წიგნში აღწერა ეს ისტორია და მასაც უწერია თავის, ვთქვათ, წიგნში, რომ აი როგორ გამოიყურებოდა ეს კუნძული. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მდებარეობა ამ კუნძულისა, რომელიც მეკობრეებმა დაინახეს, მეტნაკლებად ემთხვევა, მეტნაკლების სიზუსტით ემთხვევა აღდგომის კუნძულის მდებარეობას. ამიტომ ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ სწორედ მათ აღმოაჩინეს პირველებმა, შეიძლება ითქვას, აღდგომის კუნძული. მაგრამ შემდეგ უკვე, როდესაც გამოქვეყნდა ეს მასალები და როცა უკვე სხვა მოგზაურები შეეცადნენ, ასე ვთქვათ, ეს კუნძული კვლავ ენახათ, ზუსტად იმ ადგილას, სადაც როგორც მითითებული იყო დევისის და დამპირის ჩანაწერებში, მათ კუნძული ვეღარ აღმოაჩინეს და ამდენად ეს გარკვეული ესეთი კაზუსის, პარადოქსის მიზეზი გახდა, რომ ესე იგი თითქოს კუნძული დაიკარგა. მიზეზი ამისი ძალიან მარტივი იყო, საქმე იმაშია, რომ ამ დროს საზღვაო სანავიგაციო ხელსაწყოები არ იყო ძალიან სრულყოფილი და არ იყო იოლი ამა თუ იმ მდებარეობის დადგენისას განსაკუთრებით რთული იყო გრძედის დადგენა. განედის დადგენა მეტნაკლებად ზუსტად ხდებოდა, მაგრამ გრძედის დადგენა მოითხოვდა ზუსტი საათის ქონას გემის ბორტზე, რაც იმ დროს ძალიან დიდი ფუფუნება იყო. არც ერთი საათი მაშინდელი არ იყო ასეთი ზუსტი, ჯერ არ არსებობდა ქრონომეტრები. ამიტომაც როგორც ჩანს, მეკობრებმა მით უმეტეს სიჩქარეში ძალიან არაზუსტად განსაზღვრეს ამ კუნძულის კოორდინატები და ამიტომ აღმოჩნდა ასე ძნელი მომავალში ამ კუნძულის აღმოჩენა. თვითონ დამპირიც შეეცადა ამ კუნძულის ხელახლა პოვნას. სხვა შორის დამპირი საინტერესო პიროვნებაა იმითაც, რომ ეს იყო პირველი ადამიანი, რომელმაც სამჯერ შემოუარა დედამიწას, წარმოვიდგინეთ. ნუ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი, აი რო იტყვიან, დაუღალავი და ცნობისმოყვარე ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებაში და ბიოგრაფიაში ახერხებდა მეკობრის და მეცნიერის, ასე ვთქვათ, ინტერესების ერთმანეთთან შერწყმას და შეიძლება ითქვას, რომ როგორც მეცნიერი ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე როგორც მეკობრე, მაგრამ ფაქტია, რომ მან დატოვა ისტორიაში, მეცნიერების ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი. აი, ეხლა ვკითხულობ ზუსტად დამპირზე ძალიან საინტერესო წიგნს და იქ ნათქვამია, რომ აი თანამედროვე ინგლისური ენის ლექსიკონში, ოქსფორდის ლექსიკონში არის დაახლოებით 1000 სიტყვა,
რომელზეც წერია, რომ პირველად ეს სიტყვა გამოიყენა დამპირმა. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მან დაამკვიდრა ამ სიტყვის გამოყენება ინგლისურ ენაში. ეს სიტყვები, როგორც წესი, აღწერენ სხვადასხვა, თქვათ, მცენარეებს, ცხოველებს, მაგრამ არა მარტო აღწერენ რაღაც, თქვათ, ისეთ აქტივობას, როგორც არის მაგალითად, თქვათ, ექსკურსია, ხო, ეს სიტყვა excursion, აი ამ აზრით პირველად გამოიყენა სწორედ დამპირმა. და რა თქმა უნდა, ის არ გულისხმობდა იმას, რასაც დღეს ვეძახით ჩვენ ექსკურსიას, ხო, ის გულისხმობდა როგორც ჩანს ესეთ მეკობრულ ექსპედიციას, თქვათ, ხმელეთზე, არა? ეს საინტერესოა ძალიან, რომ ენაში როგორ შემოდის რაღაცა სიტყვები პირველად და შემდეგ როგორ ხდება ამ სიტყვების მნიშვნელობის ტრანსფორმაცია და შეიძლება აი დღეს თანამედროვე ენაში, თქვათ, სიტყვა გამოიყენებოდეს სხვა მნიშვნელობით, ვიდრე ის გამოიყენებოდა თავის დროზე. მოკეთ ამ კაცმა მთელი ცხოვრება გაატარა ზღვაში, შეიძლება ითქვას, სამჯერ შემოუარა დედამიწას. წყნარი ოკეანის რეგიონით საკმაოდ კარგად იცოდა, ბევრჯერ იყო იქ, ის იყო ერთ-ერთი პირველი ინგლისელი, რომელიც ავსტრალიას ეწვია სხვათა შორის. მაშინ ავსტრალიას ჯერ კიდევ ახალ ჰოლანდიას ეძახდნენ. და მოკეთ ძალიან ბევრი აღმოჩენები აქვს გაკეთებული, მისი სახელები ქვია კუნძულებს, ნახევარკუნძულებს, მაგრამ აი ეს დევისის მიწა, რომელიც მან როგორც დევისის ექსპედიციის წევრმა დაინახა პირველად 1687 წელს. აი მან ასე ვთქვათ, ამ კუნძულამ ვერც მან და ვერც სხვა მოგზაურებმა კარგა ხნის მანძილზე ვერ შეძლეს ამ კუნძულის აღმოჩენა, ხო? და გავიდა მოკლედ რამდენიმე ათეული წელი და მხოლოდ 1722 წელს მოახერხეს ამ კუნძულის აღმოჩენა ჰოლანდიელებმა და ეს მოხდა აღდგომა დღეს 5 აპრილი იყო და ზუსტად აღდგომა დღე იყო და ამიტომაც გახარებულმა მეზღვაურებმა, რომლებმაც მრავალი კვირა, ასე ვთქვათ, ოკეანეში ცურვის შემდეგ პირველად დაინახეს მიწა, ამ კუნძულს დაარქვეს აღდგომის კუნძული. ეს იყო ისეთი უფრო სამეცნიერო კომერციული მნიშვნელობის მქონე ექსპედიცია, რომელიც იყო ორგანიზებული ჰოლანდიიდან, ამიტომ მათ, რა თქმა უნდა, არსად არ ეჩქარებოდათ, მათ კუნძული გამოიკვლიეს, ნაპირზეც გადავიდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასთანაც ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობა და მოკეთ მათ მოგცეს პირველი ესეთი აი დადასტურებული აღწერა აღდგომის კუნძულისა. დღემდე სხვათა შორის საკამათოა რეალური აღდგომის კუნძული და ის კუნძული, რომელიც დაინახეს მეკობრეებმა, იყო თუ არა ერთი და იგივე, იმიტომ რომ აი რაც დამპირის და დევისის აღწერაში არის აღწერილი კუნძულის რელიეფი, არ ემთხვევა აღდგომის კუნძულის სილუეტს, მის აგებულებას, ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ შესაძლოა მეკობრეებს ბევრად უფრო მეტად შეეშალათ კოორდინატები და რაღაცა სხვა კუნძული შეამჩნიეს შემთხვევით და არა აღდგომის კუნძული. ან შეიძლება სულაც ეს ჩანაწერი იყოს რაღაცა, თქვათ, ჰალუცინაცია დაკავშირებული, თქვათ, მირაჟთან, ან რაღაც ესეთ მოვლენასთან. ნუ ეს ძალიან რთული ამის დღეს განსჯა. საერთოდ არის ზღვაოსნობის ისტორიაში მაგალითები, როდესაც ესა თუ ის ექსპედიცია აღმოაჩენდა რაღაცა კუნძულს, ხმელეთს და შემდეგ ის ხმელეთი იკარგებოდა. ანუ მის აღმოჩენას ვერავინ ვეღარ ახერხებდა და ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ანუ რა არის ამის უკან? ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს ყოფილიყო ძალიან პატარა კუნძული, რომელიც შემდეგ თქვათ ზღვის დინებებმა დაშალეს და საერთოდ ეს აღმოჩნდა წყლის ქვეშ. ასეთი შემთხვევები არის ცნობილი, როდესაც კუნძული არსებობდა კარგა ხანს და შემდეგ თქვათ რაღაც დროის შემდეგ იგი გაქრა. და რო ნახოთ თქვენ აი მაგალითად ვიკიპედიაში არის სპეციალური სტატია, სადაც არის ჩამოთვლილი პირდაპირ ყველა ის დადასტურებული შემთხვევა, როდესაც არსებობდა გარკვეული კუნძული ოკეანეში და შემდეგ იგი გაქრა. ასეთი შემთხვევები არის. მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ იყოს არავინ არ იცის. ასე თუ ისე ოფიციალურად აღდგომის კუნძულის აღმოჩენის თარიღად ითვლება ეს თარიღი 1722 წლის 5 აპრილი აღდგომა და ამდენად აღდგომის კუნძულის, ასე ვთქვათ, ცნობადობა ევროპული ცივილიზაციისთვის აი ამის შემდეგ იწყება. როგორც ეს პირველ აღმომჩენები წერდნენ, ამ დროს კუნძულის მოსახლეობა არ იყო მაინდამაინც დიდი, დაახლოებით 2-3 ადამიანი და უნდა ითქვას, რომ ამ ექსპედიციის, როგევენის ექსპედიციის მასალები არ იყო გამოქვეყნებული, იმიტომ რომ ჰოლანდიელები საიდუმლოდ ინახავდნენ საერთოდ თავის აღმოჩენებს ყოველთვის, იმიტომ რომ მათი მიზანი იყო მათ მიერ აღმოჩენილი, ასე ვთქვათ, ტერიტორიების მათ სასარგებლოდ გამოყენება. ამიტომაც როგორც წესი, ასეთი აღმოჩენების შესახებ ისინი
არაცხადებდნენ, ასე ვთქვათ, ღია პრესაში, არამედ ცდილობდნენ, რომ ეს ინფორმაცია თავის სასარგებლოდ გამოეყენებიათ. ამიტომაც მოხდა, რომ მათ აღდგომის კუნძულის აღმოჩენის ამბავი დამალეს და ამ კუნძულის ხელახალი აღმოჩენა მოხდა უკვე დაახლოებით 50 წლის შემდეგ ესპანელების მიერ, როდესაც მათ შემთხვევით კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს ეს კუნძული და დაარქვეს მას სახელად სან-კარლოსი 1770 წელს. ამის შემდეგ გავიდა 4 წელი და ეს კუნძული კიდევ ერთხელ მოინახულეს ინგლისელებმა, ეს იყო უკვე ჯეიმს კუკის ექსპედიცია. ამის შემდეგ უკვე აღდგომის კუნძულის არსებობა და მისი ასე ვთქვათ, მდებარეობა ოკეანეში იყო საკმაოდ კარგად ზუსტად დადგენილი, იმიტომ რომ უკვე მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში უკვე შესაძლებელი იყო ზუსტად კოორდინატების მითითება და ამდენად კუნძულის დაკარგვა ასე იოლი აღარ იყო. ამის შემდეგ დაიწყო უკვე აღდგომის კუნძულის, რო იტყვიან, კვლევის და მე ვიტყოდი საკმაოდ არასასიამოვნო ძალიან ისეთი მახინჯი ფორმებით ექსპლუატაციის ისტორია. მე-19 საუკუნეში ამან მიიღო ძალიან ისეთი მე ვიტყოდი სასტიკი ხასიათი. საქმე რაშია, რომ ამ დროს სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ პერუში არსებობდა საკმაოდ განვითარებული ინდუსტრია ოქროს და ვერცხლის მოპოვებისა, იყო მაღაროები, სადაც სჭირდებოდათ ბუნებრივია იაფი მუშახელი, პირობები მუშაობის იყო ძალიან ცუდი. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველაზე იოლი გზა იყო ადამიანების გატაცება ესეთი კუნძულებიდან, სადაც პოლინეზიელები ცხოვრობდნენ, რომლებსაც ბუნებრივია არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ამ შეიარაღებული მონებით მოვაჭრეებისთვის და აი შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნის 50-იან წლებში, ხო, ფაქტიურად აი ამ პერუელმა მონებით მოვაჭრეებმა თითქმის მთელი მოსახლეობა კუნძულისა, განსაკუთრებით მამაკაცები, ვისაც შეეძლო მძიმე ფიზიკური შრომა, გაიტაცეს კუნძულიდან და, ასე ვთქვათ, გადაიყვანეს პერუში, სადაც ისინი მუშაობდნენ სწორედ აი ამ მაღაროებში. ამას მოყვა კიდევ ბევრი სხვა უბედურება, კერძოდ ის, რომ კუნძულზე გავრცელდა სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიც არის ყვავილი, როგორიც არის ტუბერკულოზი. მოკეთ ამან რაღაც კატასტროფულად იმოქმედა კუნძულის დემოგრაფიაზე, იქამდე რომ აი 70-იან წლების ბოლოს, მე-19 საუკუნისა კუნძულზე სულ 111 ადამიანი ცხოვრობდა, ფაქტობრივად გაუკაცრიელდა კუნძული და არ არის გამორიცხული, რომ საერთოდ გაუკაცრიელებულიყო, მაგრამ შემდეგ რაღაცნაირად გადანაწილება მოხდა სამხრეთ ოკეანეში სხვადასხვა ტერიტორიების სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებს შორის და 1888 წელს ეს კუნძული იყო ანექსირებული ჩილეს მიერ და ჩილემ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად წესრიგი დაამყარა იმ თვალსაზრისით, რომ უკვე კუნძულიდან ადამიანების გატაცებები შეწყდა, ნაწილი მოსახლეობისა დაბრუნდა, ნაწილი მოსახლეობისა ჩამოვიდა სხვა პოლინეზიური კუნძულებიდან და ამის შემდეგ რაოდენობა მოსახლეობის დაიწყო ნელ-ნელა ისევ მატება. თუმცა თვითონ აი ამ საზოგადოების და ამ ეთნოსის, ამ კუნძულის მოსახლეობის განვითარებაში მაინც ისეთი წყვეტა მოხდა, რომ ამან ისეთი აი წაუშლელი კვალი დატოვა. ფაქტიურად ის მოსახლეობა, რომელიც დღეს ცხოვრობს აღდგომის კუნძულზე, ისინი არ არიან, ასე ვთქვათ, პირდაპირ კავშირში იმ აღდგომის კუნძულის აი მოსახლეობასთან, რომელიც იქ იყო აღმოჩენამდე. რა თქმა უნდა, ეთნიკურად ეს მეტნაკლებად იგივე ხალხია, პოლინეზიელები, მაგრამ თვითონ აი აღდგომის კუნძულის ეს უნიკალური კულტურა შეიძლება ითქვას, რომ დაიკარგა ასევე ის, თქვათ, შესაძლო წყაროები, რომელიც შეიძლება, თქვათ, ყოფილიყო ზეპირსიტყვიერებაში, შეიძლება ყოფილიყო, თქვათ, ლეგენდების, მითების სახით. აი გახსოვთ, ჩვენ წინა ლექციაზე ვილაპარაკეთ დოგონებზე და იმაზე, რომ დოგონების მითოლოგია საოცარია, ხო, ძალიან საინტერესო ასტრონომიული მითები აქვთ მათ და დღეს ანთროპოლოგების კვლევის ერთ-ერთი ძალიან ისეთი საგანია ეს, რომ აი გაირკვეს თუ საიდან იცოდნენ დოგონებმა, თქვათ, ამდენი რამ ასტრონომიაში რა და როგორ იყენებდნენ ისინი ამას თავის, თქვათ, ცხოვრებაში, რა როლს თამაშობდა ეს ასტრონომიული ცოდნა მათ ცივილიზაციის, ასე ვთქვათ, საერთო აგებულებაში. ეხლა რაც შეეხება აი აღდგომის კუნძულს, ფაქტია, რომ აღდგომის კუნძულზე იყო საოცარი ცივილიზაცია, იმიტომ რომ დარჩენილია
უამრავი ისეთი არტეფაქტები, რომლებიც მეტყველებს იმაზე, რომ ეს ცივილიზაცია თავის დროზე იყო ძალიან მაღალ დონეზე, მაგრამ სამწუხაროდ ის ხალხი, რომელიც დღეს იქ ცხოვრობს, მხოლოდ არაპირდაპირ ირიბულად არიან დაკავშირებული იმ ძველ აღდგომის კუნძულელებთან. შესაბამისად, არ არის ეს თქვათ საშუალება აი ამ ადამიანების კოლექტიურ მეხსიერებაში მოინახოს, თქვათ, რაღაცა ცოდნა, რაღაცა ინფორმაცია, თქვათ, იმ წარსულზე. ეს ძალიან აძნელებს, რა თქმა უნდა, აღდგომის კუნძულის გამოკვლევას. ნუ მე-20 საუკუნეში მეტნაკლებად კუნძულზე ცხოვრება მოწესრიგდა, იმიტომ რომ მოსახლეობა ცხოვრობდა რეზერვაციაში, კუნძულის ტერიტორიის დიდი ნაწილი გადაეცა არენდით კომპანიას, რომელმაც იქ ცხვარი მოაშენა. შემდეგ რაღაცა პერიოდი სამხედრო საზღვაო ძალები ჩილესი იყენებდნენ ამ კუნძულს როგორც სამხედრო ბაზას. მერე უკვე კუნძულის მაცხოვრებლებმა მიიღეს მოქალაქის სტატუსი ჩილესი, რამაც მათი მდგომარეობა გამოასწორა. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა მათი კულტურული, ასე ვთქვათ, ყოფის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, სკოლები შეიქმნა და რაღაცნაირად ამ ადამიანებმა პირველად ვიტყვიან მიიღეს იგრძნეს თავი ადამიანებად, შეიძლება ასე ითქვას, ხო? ხოლო 2007 წლიდან მას შემდეგ რაც უკვე ნათელი გახდა რომ აღდგომის კუნძული არის რაღაცა უნიკალური ადგილი დედამიწაზე და არათუ ჩილესთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის უნდა იყოს როგორც საგანძური, როგორც ადგილი, რომელიც კი არ უნდა გავანადგუროთ და დაცემლურად კი არ უნდა მოვექცეთ, არამედ რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, გამოვიკვლიოთ, გავიგოთ და რაღაცნაირად ყველანაირად შევინახოთ როგორც ჩვენი საერთო, როგორც კაცობრიობის, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტი, ხო? აი ამის შემდეგ უკვე მან მიიღო ჩილეს სპეციალური ტერიტორიის სტატუსი, დაცული ტერიტორიის სტატუსი და გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ კუნძულზე ჩატარებულიყო კვლევები, არა, არქეოლოგიური და სხვანაირი. ისე რომ შეიძლება ითქვას, რომ საბედნიეროდ კუნძული გადაურჩა სრულ განადგურებას. თუმცა მაინც ძალიან ბევრი დაიკარგა და ძალიან ბევრი ისეთი რამ დაიკარგა, რაც ძალიან აძნელებს დღეს სწორედ აი ამ კვლევების ჩატარებას. ეხლა აი კუნძულის თავისებური სიმბოლო არის აი ეს საოცარი ქანდაკებები, რომლებსაც პოლინეზიურად თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა ეძახის მოაის. ეს არის აი ესეთი ქვისგან გამოთლილი ვულკანური ფერფლისგან, ტუფისგან გამოთლილი ესეთი ფიგურები. მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, დაახლოებით 900-მდე. როდესაც მეცნიერებმა სცადეს გამოკვლევა იმისი, თუ როდის იქმნებოდა ეს ფიგურები, ანუ რა ისტორიულ პერიოდში ხდებოდა მათი დამზადება, გამოირკვა სხვადასხვა მეთოდებით, არქეოლოგიური მეთოდებით, რომ მათი დამზადება დაიწყო სადღაც მე-5 საუკუნიდან და გრძელდებოდა მე-18 საუკუნემდე, ანუ ფაქტობრივად მანამდე სანამ აქ მოვიდნენ ევროპელები, ხო? ესე იგი, ეს თვითონ ეს მასალა, ტუფი, ვულკანური ფერფლი, საკმაოდ რბილი მასალაა, ვისაც მეტნაკლებად გესმით გეოლოგიური ეს ტერმინები, ალბათ ბევრჯერ გინახავთ ეს საქართველოში ძალიან ბევრია ტუფი და ვულკანური ფერფლი, განსაკუთრებით აი ისეთ რეგიონებში, როგორიც არის თრიალეთის ქედი, ალგეთის ხეობა, სადაც წარსულში იყო ვულკანური აქტივობა და ხეობებში საკმაოდ ბევრი დიდი რაოდენობით მოიპოვება სწორედ აი ეს ქვა. ეს ქვა რითია კარგი, რომ იგი საკმაოდ მტკიცეა, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ რბილიც არის, მისი დამუშავება შეიძლება თუ გამოვიყენებთ უფრო მაგარი ქვის სატეხებს, კერძოდ ბაზალტის. ასე რომ თუ ბაზალტისგან შევქმნით იარაღს და ამ იარაღის გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გამოვთვალოთ აი ეს ტუფი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ესეთი საკმაოდ კარგი ქანდაკებები შევქმნათ ტუფისგან. და აი როგორც ირკვევა, ეს როცა ამბობ როგორც ირკვევა, გულისხმობ იმას, რომ პირველი ევროპელი სტუმრები, მოგზაურები, რომლებიც აქ ჩადიოდნენ, ბუნებრივია ისინი ეკითხებოდნენ ხალხს, ხო, ამ ქანდაკებების შესახებ და ასე ვთქვათ, მათ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ კეთდებოდა, როგორ მზადდებოდა ეს ქანდაკებები. ესე იგი, სპეციალური ჯგუფები იყო ასეთი პროფესია კუნძულზე ძალიან დაფასებული ადამიანები, რომლებიც ამ ქანდაკებებს ამზადებდნენ. ეს იყო პატარ-პატარა ჯგუფები, 5-6 კაციანი. ერთი ასეთი ქანდაკების დამზადება
სჭირდებოდა დაახლოებით 1 წელი, ანუ ეს იყო ძალიან ხანგრძლივი შრომატევადი პროცესი და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა მას მერე რაც ხდებოდა ამ ფიგურის გამოთვლა, მეორე და ასევე მნიშვნელოვანი საქმე იყო მისი გადატანა და სადღაც თქვა სპეციალურ ადგილზე დაყენება, ხო? აი თქვენ რომ ნახოთ ეს რუკა, რომელიც მე გაჩვენეთ, ნახეთ. აი აქ რუკაზე არის წერტილებით, აი პატარ-პატარა წერტილებით მითითებული ის ადგილები, სადაც იყო განლაგებული აი ეს მოაი. თუ დააკვირდებით, ძირითადად ისინი სანაპიროზე არიან განლაგებული, ხო? და მათი გამოთვლა კი ხდებოდა აი ამ ესე იგი ქვისგან, რომელიც მოიპოვებოდა აი ამ კრატერში, აი აქა და აი აქ. და შემდეგ დამზადებული ფიგურების გადატანა ხდებოდა კუნძულზე, რაც რა თქმა უნდა თავისთავად ასევე ძალიან დიდი და საინტერესო საკითხია, როგორ ახერხებდნენ ამ ფიგურების ასე დიდ მანძილზე გადატანას, ანუ რა ხელსაწყოებს, რა დანადგარებს იყენებდნენ ამისთვის. ეს ძალიან საინტერესოა და ეს არ არის ბოლომდე გარკვეული. ნახეთ, აი უდიდესი მდგარი მოაი, რომელიც დღეს არსებობს, მისი სიმაღლე არის დაახლოებით 10 მეტრი. არის თუმცა უზარმაზარი დაუმთავრებელი მოაი, იქვე აი იმ ჩამქრალი ვულკანის ფერდობზე არის დაწყებული და დაუმთავრებელი დიდი მონუმენტი, რომლის სიმაღლე უნდა ყოფილიყო 22 მეტრი და როგორც ჩანს, რაღაც ეტაპზე შეწყვიტეს მუშაობა, შეიძლება იმის გამო, რომ თქვა მიხვდნენ, რომ მისი გადატანა იქნებოდა შეუძლებელი, ან შეიძლება რაღაცა სხვა მიზეზით. ნებისმიერ შემთხვევაში საშუალო მოაი რამდენიმე ათეულ ტონას იწონის. ძალიან დიდია ზომით. მათ დიდ ნაწილს თავზე ეხურა ესეთი ქვის წითელი ცილინდრები, სხვა ფერის ქვისგან, სხვა მასალისგან დამზადებული. და ეს ესე იგი თვითონ აი ქანდაკებისთვის გამოყენებული ქვა და აი ამ ქუდებისთვის გამოყენებული ქვა სხვადასხვა თქვათ ადგილებში მოიპოვებოდა და შემდეგ ხდებოდა მათი გამოყენება. მოკლედ ეს იყო შეიძლება ითქვას მრავალი საუკუნის მანძილზე მიმდინარე აქტივობა, რომელიც იყო აშკარად ძალიან შრომატევადი, ძალიან რთული, მაგრამ როგორც ჩანს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ ხალხისთვის. აი თავარი ასე თქვათ, აი მე ვიტყოდი ხიბლი და იდუმალება ამ საკითხის ამაშია, რომ რა აიძულებდა ამ ადამიანებს ასეთი რაღაცა ეკეთებიათ. ესე იგი როგორც ჩანს, მათთვის, მათ სოფხედელობაში, მათ შესაძლოა რელიგიურ წარმოდგენებში ამ ფიგურებს, ამ ქანდაკებებს რაღაცა ძალიან დიდი ადგილი ჰქონდათ. იმდენად დიდი, რომ ისინი თვლიდნენ ამას თავის არა თუ მოვალეობად, არამედ თავის საპატიო მოვალეობად, აუცილებელ მოვალეობად, რომ ეს ფიგურები შეექმნათ და ისინი განელაგებიათ კუნძულზე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მოაის კულტი წარმოადგენდა მათი მსოფლმხედველობის ძალიან მნიშვნელოვან ინტეგრალურ ნაწილს, ხო? და ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო აღდგომის კუნძულისა, რატომ რა მიზეზით, რა იყო ასე ვთქვათ ის შინაგანი სულიერი მიზეზი, რომელიც აიძულებდა ამ ადამიანებს შეექმნათ ეს ქანდაკებები და მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა საიდუმლო არის ის თუ როგორ ხდებოდა მათი გადატანა. ამასთან დაკავშირებით არის გამოთქმული სხვადასხვა ჰიპოთეზები, მათ შორის საკმაოდ ეგზოტიკური, განსხვავებული. თქვენ შეგიძლიათ სხვა შორის ნახოთ ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი არსებობს აღდგომის კუნძულის შესახებ. ისინი არის YouTube-ში, არის ძალიან კარგი ფილმი, რომელიც გადაიღეს რამდენიმე წლის წინ ფრანგმა კინოდოკუმენტალისტებმა, არის მეორე ფილმი, რომელიც ჟურნალ National Geographic-ის დაკვეთით გაკეთდა. თუ არ ვცდები, არის ფილმი ასევე, რომელიც BBC-მ გადაიღო. მოკლედ არის დიდი არჩევანი, მე ვიტყოდი, ასეთი ფილმებისა და ვისაც დაგაინტერესებთ და მე მგონი ცნობის მოყარე ადამიანს შეუძლებელი არ დაინტერესოს, იმდენად საოცარი რამ არის ეს აღდგომის კუნძული. მე გირჩევთ, რომ აი გამონახოთ ამისთვის დრო და დაждეთ და ამას უყუროთ, როგორც აი რაღაც ძალიან ისეთ საინტერესო და ისეთ აი ვიტყვიან ძალიან
ისეთ რამეს, რაც აი თქვენ ჩაგიტრევთ და მოგინდომებთ, რომ უფრო მეტი და მეტი იცოდეთ ამის შესახებ. ისე რომ მართლა ძალიან საინტერესო ფილმებია და ძალიან კარგად არის გადაღებული, თავისთავად ეს ღირს ამ ფილმების ნახვა, თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ გაეცნობით აი ჩვენი როგორც ადამიანთა მოდგმის ერთ-ერთი ყველაზე მე ვიტყოდი საოცარი და ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ადგილის ერთ-ერთი ფენომენის ისტორიას და მის ეხლანდელ დღევანდელობას, ხო? აი, როდესაც პირველი ევროპელები მივიდნენ აღდგომის კუნძულზე და როგორც გითხარით, ეს იყო როგგევენის ექსპედიცია, ამ ექსპედიციაში მონაწილეობდა გერმანელი ნატურალისტი ბერენსი, რომელმაც საკმაოდ დეტალური ცნობები დაგვიტოვა მაშინდელ აღდგომის კუნძულზე და მისი მოგონებები ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ ფაქტიურად იგი შეესწრო აღდგომის კუნძულის ცივილიზაციის იმ ეტაპს, როდესაც ჯერ მათ, ასე ვთქვათ, გარეგანი პრობლემები არ აწუხებდათ, მოდი ასე ვთქვათ, ცივილიზაცია უკვე აშკარად მიდიოდა დაღმავალ გზაზე, მაგრამ მიზეზები როგორც ჩანს იყო შინაგანი და არა გარეგანი. და აი ბერენსის ცნობით უმეტესობას აი ამ ფიგურებისა, ქანდაკებებისა ეცვა ტანსაცმელი, ზოლებიანი მოსასხამები და ბევრ მათგანს თავზე თეთრი ქვებით სავსე კალათები ედგა. ესეც როგორც ჩანს ამ რიტუალის, ამ მათი რაღაცა ვთქვათ, რელიგიური წარმოდგენების ნაწილი იყო. უმეტესობა მოაისე არის განლაგებული, ვთქვათ, კუნძულის სანაპიროზე, როგორც გითხარით, თუმცა როგორც ბერენსი წერს, აი საინტერესოა, რომ ქანდაკებები იყურებოდნენ კუნძულის შიდა ნაწილისკენ. ისინი არ იყურებოდნენ გარეთ ზღვისკენ, არამედ იყურებოდნენ კუნძულის შიდა ნაწილისკენ და ბევრი მათგანი დგას აი ესეთ სპეციალურ პლატფორმებზე, თქვენ აქ ხედავთ. აი ეს არის ესეთი ყველა სლაიდზე ჩვენ გვაქვს ეს ძირში, ესეთი გრძელი წრფივი პლატფორმაა, რომელიც არის უზარმაზარი თლილი ქვებისგან დამზადებული და არის ნაშენები ისე, რომ ესე იგი არ არის გამოყენებული ბათქაში და ამ დროს ქვები ერთმანეთთან არის ძალიან მჭიდროდ და კარგად მორგებული. ეს საოცარი ის არის, რა ქვია, მშენებლობის ხელოვნებაა და სხვა შორის ძალიან გავს იმ ტექნიკას მშენებლობის, რომელსაც იყენებდნენ ინკები. და ერთ-ერთი აი ვერსია, რომელიც გაჩნდა მერე მოგვიანებით, თუ საიდან შეიძლება ადამიანი მოსულიყო აღდგომის კუნძულზე და ამ ვერსიის, ამ თეორიის ავტორი იყო ცნობილი ნორვეგიელი მოგზაური და არქეოლოგი ტურ ჰეერდალი. აი ტურ ჰეერდალი სწორედ თვლიდა, რომ აღდგომის კუნძულზე ადამიანები მოვიდნენ სამხრეთ ამერიკიდან და ეს იყვნენ სწორედ აი ინკების ცივილიზაციის წარმომადგენლები, იმიტომ რომ აი ამ კედლების მშენებლობის ტექნიკა ძალიან წააგავს ინკების ქალაქებში არსებულ ქვის წყობის ტექნიკას, რომელიც მაგალითად ჩანს ისეთ გრანდიოზულ ქალაქში, როგორც არის მაჩუ პიქჩუ, რომელიც არის ერთ-ერთი ესეთი დიდი ქალაქი მთებში, სადაც არის აი მშენებლობის ეს ტექნიკა ჩანს აშკარად, რომ ესე იგი აშენებენ ბათქაშის გარეშე, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებენ ისე მორგებას ამ ქვის ლოდების ერთმანეთთან, რომ ხანდახან აი ქვებს შორის დანასაც კი ვერ შეიყვან, იმდენად მჭიდროდ და კარგად არის ეს ქვები ერთმანეთზე მორგებული, ხო? ზოგიერთი ცნობით მოაის დამზადება კუნძულზე ევროპელთა მოსვლის, ანუ პირველი აღმოჩენის შემდეგაც გრძელდებოდა რაღაც პერიოდი. თუმცა როგორც ჩანს, ამ დროს უკვე ეს ტრადიცია უკვე ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ყნინდებოდა და ნელ-ნელა გაქრაკიდევაც უკვე მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19-ის დასაწყისში რაღაცა მიზეზით, ჩვენთვის უცნობი მიზეზით, ადამიანებმა დაკარგეს, ასე ვთქვათ, ეს ტრადიცია, ეს ჩვევა, შეიძლება დაკარგეს ის წმენა, რომელიც მათ აიძულებდა ამის კეთებას, არ ვიცით. ასე თუ ისე მოაის მშენებლობა შეწყდა სწორედ აი დაახლოებით ამ წლებში. თუმცა მანამდე მოქანდაკეები, აი ეს ადამიანები, რომლებიც მოაის აგებდნენ, საზოგადოებაში ითვლებოდნენ ძალიან პრივილეგირებულ, ძალიან მოწინავე ნაწილად. ეს იყო თავისებური ესეთი ელიტარული კასტა, ელიტარული ნაწილი საზოგადოებისა და ესე ძალიან საინტერესო, ანუ ის როლი, რომელსაც ისინი თამაშობდნენ, ასე ვთქვათ, ამ კუნძულის ცხოვრებაში, ხო? აი თქვენ ხედავთ აქ აი როგორი შთამბეჭდავი ფოტო არის, ნახეთ, ესე რამდენიმე მოაი, ესე არის დაყენებული.
და ზოგიერთ მათგანს ეს ქუდები ახურავთ თავზე. ესე იგი, ძალიან დღემდე კამათობენ მეცნიერები იმაზე თუ რა იყო მიზეზი, ესე იგი, რა იყო ის რწმენა, ის ჩვევა, ის თქვათ რიტუალი თუ გნებავთ ის რაღაც რელიგიური წარმოდგენა, რომელიც ადამიანებს უბიძგებდა იმისკენ, რომ ეს შეექმნათ, ხო? მაგალითად, ზოგიერთი მეცნიერი თვლის და ამას ამ თავის დასკვნებში ემყარებიან იმ ძალიან წირ ეთნოგრაფიულ მონაცემებს, რომელიც არსებობს პირველი მოგზაურებისგან, იმ საუბრებიდან, რომლებიც მათ ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომ თითქოს ეს ნაგებობები იქმნებოდა იმისთვის, რომ ისინი განასახიერებდნენ გარდაცვლილ წინაპრებს, ბელადებს, რომლებიც საზოგადოებაში სარგებლობდნენ დიდი ავტორიტეტით და მათი ქანდაკების აშენების მიზანი იყო ის, რომ თუ ბელადის, ასე ვთქვათ, უკვდავსაყოფად შეიქმნებოდა აი ასეთი ქანდაკება, მაშინ ის შეინარჩუნებდა ამ ბელადის ზებუნებრივ ძალას, ხო? და ეს ზებუნებრივი ძალა, ეს ეგრეთ წოდებული მანა, თავარი, თქვათ, რაც იყო კუნძულელებისთვის მნიშვნელოვანი, იყო ის, რომ ეს მათი ეს ფარველი სულები, მათ ჰქონდათ უნარი იმისა, რომ კუნძულზე, თქვათ, ყოფილიყო კარგი კლიმატური პირობები, დროულად და უხვად მოსულიყო წვიმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კუნძულისთვის. თქვენ ხვდებით ალბათ რატომ, ხო? იმიტომ რომ კუნძული იზოლირებულია, აქედან ადამიანი ვერსად-ვერ წავიდოდა, არა, შესაბამისად ისინი კრიტიკულად იყვნენ დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე, ხო? და როგორც ჩანს, აი მოაის კულტის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა ის, რომ თანდათან კლიმატური ცვლილებები მოხდა ზოგადად ამ რეგიონში და ამას მოყვა ის, რომ შემცირდა ნალექები და კუნძულზე მოხშირდა გვალვები, მოუსავლიანობა, რამაც ძალიან დიდი დაღი დაასვა კუნძულის განვითარებას და შესაძლოა რაც გახდა მიზეზი სწორედ აი მოაის კულტის დასასრულისა. ჩვენ მოდი ახლა აქ პატარა შესვენება გავაკეთოთ და შესვენების შემდეგ ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი საინტერესო თემაა და ამის ესე ზედაპირულად და სწრაფად გავლა ჯობია. ეხლა პატარა პაუზა გავაკეთოთ და მერე აი ვისაუბროთ იმაზე, თუ მაინც რა მოხდა კუნძულზე ისეთი, რამაც გამოიწვია ამ ცივილიზაციის კრიზისი და მოაის კულტის დასასრული. ეხლა მოდი შევისვენოთ. დიახ, გავაგზავნოთ, მოდი. აი ჩვენ გავჩერდით აქ, როდესაც საუბრობდით შესაძლო მიზეზებზე იმისა, თუ რატომ მოხდა მოაის კულტის დასასრული და აქ ძალიან საინტერესო მოსაზრება ეკუთვნის ამერიკელ მეცნიერს რონ ფიშერს, რომელიც სწავლობდა აი თქმულებებს, იმ ზეპირსიტყვიერებას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ეს ყველაფერი არ არის სრულად აუთენტური და შესაძლოა წარმოადგენს გარკვეულ ნაზავს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის კოლექტიურ მეხსიერებაში დარჩენილი რეალური ფაქტებისა, ასევე აქ შემდგომში მოგვიანებით შემოსული სხვა პოლინეზიური კუნძულებიდან ჩამოსული ადამიანების, ასე ვთქვათ, ზეპირსიტყვიერებისა, ყოველ შემთხვევაში ფიშერს აქვს ასეთი მოსაზრება, რომ კუნძულზე არსებობდა ორი ეთნიკური ჯგუფი, მან პირობითად მათ უწოდა გრძელყურებიანი ელიტა და მოკლეყურიანები, ეს თუ დააკვირდებით ეს მოაი თვითონ წარმოადგენენ აი სწორედ ესეთ საკმაოდ წაგრძელებული ფორმის მქონე ყურები აქვთ ყველას მათ. მოკლედ ეს იყო გარკვეული ფენა საზოგადოებისა, რომელიც შესაძლოა იყოს სხვა ეთნიკური წარმოშობის, აი თუ დაუშვებთ, რომ ნაწილობრივ მართალია ტურხეერდალი და მისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ კუნძულმა განიცადა გარკვეული გავლენა სამხრეთ ამერიკული კულტურებისა, ხო, მაშინ შეიძლება დაუშვათ, რომ სწორედ ეს გრძელყურებიანი ელიტა ეს იყვნენ სამხრეთ ამერიკიდან, კერძოდ პერუდან ჩამოსული ეს ინკები, რომელმაც მოახერხეს რაღაცნაირად დაპყრობა ამ კუნძულისა, დაიმორჩილეს ადგილობრივი მოსახლეობა და მათ შეიძლება ითქვას თავზე მოახვიეს თავისი თქო ცხოვრების წესები და შესაძლოა რაღაც ეტაპზე, როდესაც ესე იგი გაუარესდა კლიმატური პირობები და როცა კუნძულზე ცხოვრების პირობები უფრო და უფრო უარესი გახდა
და რაღაც ეტაპზე ირკვევა, რომ ერთი წუთით რას წერთ ნიკა იქნება ამიხსნათ, ჯერ რა ენაზე წერია ეს, რას ნიშნავს? ბარემ სტრანნი წელია და ვაიდა ქვიანა ადგენენ ესენი. ხა თუ ხუმრობთ, ცოტა ესე ცუდი ტონის ხუმრობაა მე მგონი და. არ დაიწერა, დიდი ბოდიში რა. ან ქართულად დაწერეთ, ან რუსულად, ხო? კი ბატონო, აი ცალკე ამათი. არა უშავს, არა უშავს. კი ბატონო. არა უშავს რომ დაიწერა თქვენი აზრი გამოთქვით, მაგრამ მე თქვენ აზრზე გამოვთქვი თქვენი აზრი, ჩემი აზრი ისე რომ კარგი. ხო, და მოკლედ აი ეს ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყო კიდევ რა იცით, რომ კუნძული საკმაოდ პატარაა და აი როდესაც გამოიკვლიეს, როგორ ვითარდებოდა კუნძული დემოგრაფიული თვალსაზრისით. რაღაც ეტაპზე, როდესაც ცივილიზაციამ ეთყობა თავისი განვითარების ზენიტს მიაღწია, კუნძულის მოსახლეობაც საკმაოდ დიდი იყო და შეიძლება სადღაც 20-25,000 აღწევდა. ეს უკვე ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა ასეთი პატარა კუნძულისთვის და ეს დიდ ტვირთად დააწვა შესაძლოა კუნძულის ეკოსისტემას, იმიტომ რომ აი არქეოლოგიური კვლევიდან ირკვევა, რომ თავიდან კუნძული იყო დაფარული ტყით, საკმაოდ ისეთი ხშირი პალმური ტყით, მაგრამ მას შემდეგ რაც ადამიანთა რაოდენობა მოიმატა, ხო ამ ადამიანებს ხო ყვება ჭირდებოდათ, ამიტომ ისინი იძულებული ხდებოდნენ უფრო და უფრო დიდი სივრცეები და გამოეყენებიათ, თქვათ, საკვები მცენარეების დასათესად, ხო? ამიტომ მოხდა ტყეების მასიურად გაჩეხვა და ამ ადგილებზე, ასე თქვათ, რაღაც საკვები კულტურების მოყვანა, რამაც გამოიწვია, როგორც ჩანს, ნიადაგის ეროზია, ნიადაგის გამოფიტვა, ამას დაემატა ეს კვალვები, ის რომ ნალექის რაოდენობა შემცირდა, გაუარესდა ნიადაგის ნაყოფიერება და ამან გამოიწვია ის, რომ უკვე ასეთი დიდი რაოდენობით მოსახლეობის გამოყვება კუნძულის ეკოსისტემას აღარ შეეძლო და ხის მასალის განადგურება მის გამოიწვია, რომ როგორც ჩანს, უფრო და უფრო გაძნელდა ასევე ზღვაში გასვლა და თქვა ზღვის საკვების გამოყენება და აი ამან ძალიან მძიმე, თქვა, კრიზისულ ვითარებაში ჩააყენა ეს საზოგადოება. ეკოლოგიაში საერთოდ არსებობს ეგეთი ტერმინი ეკოლოგიური სუიციდი, ანუ ეკოლოგიური თვითმკვლელობა. აი თითქოს შეიძლება ითქვას, რომ ამ კულტურამ მისდა უნებურად, ეს რა თქმა უნდა გააზრებულად არ მომხდარა, ხო? უნებრივია, რომ ისინი თავისი განვითარების, თავისი არსებობის ყველა ეტაპზე იბრძოდნენ თავისი ყოველდღიური ლუკმაპურისთვის, არა? მაგრამ მათი, ასე ვთქვათ, აქტივობა, მათი ცხოვრების წესი და ის პირობები, ის ობიექტური პირობები, რომლებიც ისინი არსებობდნენ, ხო? აი ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა ის, რომ კუნძულზე მოხდა ესეთი ეკოლოგიური თვითმკვლელობა. ანუ კუნძულის ეკოსისტემა ძალიან, ესე იგი, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, მოხდა გაუარესება ცხოვრების პირობების და უკვე ამის გამო ამას ბუნებრივია მოყვა სოციალური დაძაბულობები, პოლიტიკური კრიზისი და შესაძლოა მოყვა სწორედ ეს შინაგანი ღელვარება, ის რევოლუცია, ის ამბოხება, რაც გინდა დავარქვათ, რომელიც კუნძულზე მოხდა და რომლის გარკვეული ანარეკლი ჩანს ამ ხალხის, ასე ვთქვათ, მოგონებებში, მათ ლეგენდებში. და შედეგად ამისა მოხდა ის, რომ აი ეს ელიტა, რომელიც უკვე ვეღარ ასრულებდა თავის ფუნქციას, ვეღარ ასრულებდა, იმიტომ რომ ის, ასე ვთქვათ, ფუნქცია, რომელიც მათ ჰქონდათ, არა, მანამდე, რომ ისინი ბრძნულად, ჭკვიანურად მართავდნენ ამ კუნძულს, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფდნენ იმას, რომ ყველას საკმარისად ჰქონდა საკვები, ყველა ცხოვრობდა მეტნაკლებად კარგად და მთელი ამ ცხოვრების, ასე ვთქვათ, წესის ორგანული ელემენტი, ნაწილი იყო მოაის კულტი, ის პატივისცემა აი ამ ელიტარული ბელადებისადმი, რომელიც მათ ჰქონდათ, როდესაც ასე ვთქვათ, ამ მოლოდინმა დაიწყო უკვე აღარ იძლეოდა ისეთ შედეგებს, როგორიც მოსალოდნელი იყო მათთვის, და ამას მოყვა რა? ამას მოყვა გარკვეული იმედგაცრუება, ფრუსტრაცია, ადამიანებმა თანდათან დაკარგეს რწმენა და რწმენის კარგვის პროცესი საერთოდ ეს ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიურ სოციალური პროცესია, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ხდება ერთ დღეში და ორ დღეში, შეიძლება ის გაიწელოს წლებზე, შეიძლება გაიწელოს რამდენიმე თაობაზე, მაგრამ
შედეგი ხშირად ძალიან კატასტროფულია, იმიტომ რომ ფაქტობრივად იკარგება ცხოვრების საზრისი, იკარგება ის შეხედულებები, ის ზნეობრივი, თქვათ, რწმენითი, მორალური საფუძველი, რომელიც ამ ხალხს ჰქონდა, რომელზეც იყო აგებული მთელი მათი მსოფლმხედველობა, ხო? როდესაც ეს საფუძველი იკარგება, ადამიანები თითქოს აღმოჩნდებიან უმწევონი, უპატრონონი, ისინი უკვე არავის და არაფრის იმედი აღარ აქვთ და უკვე მიზეზებს თავისი უბედურებისა ხედავენ თავის ბელადებში, თავის ლიდერებში, ხო? ასეთი რამეები ბევრგან მომხდარა, ბევრ ქვეყანაში, ბევრ ცივილიზაციაში, სხვადასხვა დროს, მაგრამ აღდგომის კუნძულზე ამ ყველაფერმა ძალიან ტრაგიკული ფორმა მიიღო და ამის მიზეზი იყო ისევ და ისევ ამ კუნძულის იზოლირებულობა. ნახეთ, როდესაც მაგალითად დღეს მეცნიერები სწავლობენ ნეოლითის, პალეოლითის პერიოდის, ქვის ხანის ადამიანის ცხოვრებას, ისინი ხედავენ ერთ კანონზომიერებას, რომ მაშინ ადამიანი არ იყო ჯერ იმდენად, ასე ვთქვათ, განვითარებული, რომ ბუნებასთან სწორი ურთიერთობის ფორმები მოენახა. ამიტომ მისი დამოკიდებულება ბუნებასთან იყო როგორც წესი ძალიან მომხმარებლური, ძალიან აგრესიული. ადამიანი სახლდებოდა სადღაც, რაღაც ადგილას, სადაც შესაძლოა იყო, თქვათ, ნაყოფიერი ნიადაგი, იყო ტყეში, თქვათ, უხვად ნადირი და საკვები მცენარეები, არა, იქ ჩდებოდა, თქვათ, სოფელი, დასახლება. ეს დასახლება შეიძლება არსებობდა 1, 2, 3 თაობის მანძილზე და ადამიანები იმ რეგიონს, ასე ვთქვათ, თანდათან მოიტყვიან ეკოლოგიურად ანადგურებდნენ. ანუ ერთი და იგივე, თქვათ, მიწის ნაკვეთზე წლიდან წლამდე ერთი და იგივე კულტურას თესავდნენ, ეს იწვევდა იმას, რომ ნიადაგი იფიტებოდა და აღარ იძლეოდა უკვე კარგ მოსავალს, არა, ტყეში ნადირი ქრებოდა, მდინარეში თევზი ქრებოდა, ანუ ადგილი ხდებოდა ადამიანისთვის ცხოვრების თვალსაზრისით გამოუსადეგარი. ამიტომ რასაკეთებდა ქვის ხანის ადამიანი ასე დროს? აიყრებოდა ამ ადგილიდან, მიატოვებდა ამ დასახლებას, ამ სოფელს და მიდიოდა სხვაგან. ეძებდა სხვა კარგ ადგილს, ხელუხლებელ ადგილს, სადაც შეეძლო გაეგრძელებია არსებობა, ხო? და ვინაიდან მაშინ ადამიანთა რაოდენობა დედამიწაზე იყო ძალიან მცირე და დედამიწა იყო დიდარი, თქვა, ბუნებრივი სიმდიდრეებით, არა? ამიტომ ადამიანი იოლად ახერხებდა ახალი მისი ცხოვრებისთვის, თქვათ, სასარგებლო და კარგი ადგილის პოვნას, არა? მაგრამ ამას ადამიანი ვერ შეძლებდა აღდგომის კუნძულზე. აღდგომის კუნძულზე სწორედ ეს იყო, ტრაგიზმი მათი არსებობის, რომ ერთი მხრივ მათ შექმნეს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, რომელმაც ხელოვნებაში, თქვათ, ხელობებში მიაღწია ძალიან მაღალ დონის განვითარების, ხო? ისინი აგებდნენ სრულყოფილ ნაგებობებს, ქმნიდნენ ასეთ ქანდაკებებს, მათ დამწერლობას კი შექმნეს, როგორც ცოტა ხანში დავინახავთ, ხო? ეს არ არის იოლი საქმე, ხო? ჩვენ ვიცით, რომ დედამიწაზე მრავალი კულტურა და ცივილიზაცია არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს დამწერლობის შექმნა, ხო? ესეც უკვე მაჩვენებელია იმისი, რომ ეს ცივილიზაცია იყო ძალიან მაღალ განვითარებული, მაგრამ რაღაც ეტაპზე მათ დაუდგათ ეს სიტუაცია, როდესაც მათ ფაქტიურად ის გარემო, ის ბიოსფერო, რომელშიც ისინი არსებობდნენ, იმდენად დაამახინჯეს, იმდენად მტაცებლურად მიუდგენ მას, იმდენად დააზიანეს, რომ უკვე იქ მათი შემდგომი არსებობა გახდა შეუძლებელი და არადა წასასვლელის არსად არ ჰქონდათ, იმიტომ რომ კუნძული არის ათასობით კილომეტრით დაშორებული ნებისმიერი სხვა ხმელეთისგან. ამდენად ისინი აღმოჩნდნენ თითქოს ძევლების საკუთარი გაუფრთხილებლობისა და მოდი ასე ვთქვათ, ეს იყო ეკოლოგიური თვითმკვლელობა, მაგრამ არა წინასწარ განზრახული თვითმკვლელობა, ხო? ფაქტიურად ეს იყო უფრო, ვთქვათ, შედეგი მათი ცხოვრების წესისა, შეიძლება გარდაუვალი შედეგიც კი, არ ვიცით. ასე რომ, როდესაც აქ მოვიდნენ ევროპელები, შეიძლება ითქვას, რომ ეს კრიზისი უკვე დაწყებული იყო, იმიტომ რომ იგივე ბერენსი, როგევენი, სხვა ევროპელი მოგზაურები, რომლებიც აქ იყვნენ, ისინი წერენ, რომ მათი იქ მოსვლის დროს, აი ამ მოაის ქანდაკებების უდიდესი ნაწილი უკვე იყო წაქცეული და ისე ჩანდა, თითქოს ადამიანების მხოლოდ ნაწილი იყო გამსჭვალული რაღაცა პატივისცემით და მოწიწებით ამ ქანდაკებების მიმართ. იყო კუნძულზე ჯერ კიდევ რამდენიმე ადგილი, სადაც იყო შემორჩენილი თითქოს ეს აღმართული ქანდაკებები, მაგრამ მათი რაოდენობა არ იყო ისეთი დიდი. უმეტესობა ქანდაკებების იყო წაქცეული. ესეც ძალიან საინტერესო დეტალია, რომელიც როგორც ჩანს მიგვანიშნებს იმაზე, რომ
კრიზისი კუნძულზე არ დაწყებულა იქ ევროპელთა მისვლით. როგორც ჩანს, კრიზისის მიზეზები იყო უფრო აი შინაგანი მიზეზები, რომელზეც მე თქვენ უკვე გესაუბრეთ. და ევროპელთა მისვლამ და იმან რაც იქ მოხდა უკვე მერე მე-19 საუკუნეში, ამან ბუნებრივია კიდევ უფრო დააჩქარა და კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მძიმე ხასიათი მისცა ამ ეთნოსის, ამ ცივილიზაციის შემდგომ განვითარებას და როგორც დავინახეთ, იგი თითქმის განადგურების პირამდე მიიყვანა, ხო? მოკედ აი ეს ძალიან მე ვიტყოდი ისეთი საინტერესო ამბავია და დღეს აი მეცნიერები, რომლებიც აღდგომის კუნძულს იკვლევენ ამ კონტექსტში, ხო? ისინი ძალიან ხშირად ამბობენ, ძალიან ხშირად წერენ, რომ რაც მოხდა აღდგომის კუნძულზე, ეს არის ძალიან ისეთი მკაცრი გაფრთხილება მთელი კაცობრიობისთვის, ჩვენთვის ყველასთვის, იმიტომ რომ რეალურად რაც აღდგომის კუნძულზე მოხდა, იგივე ხდება დედამიწაზე, ოღონდ უფრო შენელებული ტემპით, ნახეთ. იმიტომ რომ ჩვენც რეალურად ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომლიდანაც არ იქნება იოლი სადმე წასვლა, არა? და ჩვენ თანდათან ჩვენი, ასე ვთქვათ, უგნურებით, ჩვენი გაუფრთხილებლობით, იმით რომ ხშირად ბუნებასთან გვაქვს ისევ ძალიან მომხმარებლური და მტაცებლური დამოკიდებულება და ვერ ხვდებით იმას, რომ ექსპლუატაცია ბუნების, მისი, ასე ვთქვათ, ძარცვა, ხო, არ არის ის გზა, რომელიც ჩვენ, ასე ვთქვათ, რაიმე სიკეთეს მოგვიტანს, იმიტომ რომ ასეთნაირად ჩვენ თანდათან ვანადგურებთ იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობთ. და შესაძლოა მოვიდეს მომენტი, როდესაც დედამიწაზე ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდება იმ რაოდენობისთვის ადამიანების, რომლებიც მაშინ დედამიწაზე იქნება და მაშინ ადამიანს სად ექნება წასასვლელი, ხო? არა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანი ისე განვითარდეს, რომ თქვათ, მან მოახერხოს სხვა პლანეტაზე გადასვლა და მისი კოლონიზაცია, ხო? მით უმეტეს, რომ ასეთი ცხოვრებისთვის გამოსადეგი პლანეტები მაინდა-მაინც ჩვენ მზის სისტემაში ჯერჯერობით ჩვენ ვერ აღმოგვიჩენია, ასე რომ წასასვლელიც არსად არ აქვს. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ აი ეს ეკოლოგიური თვითმკვლელობის პროცესი დედამიწაზეც მიმდინარეობს, არა? ჩვენ ამას სხვადასხვა სახელებს ვეძახით, ხო? მაგალითად გლობალური დათბობა, ვიცით, რომ ეს ძალიან ავის მომასწავებელი პროცესია, რომელიც მიმდინარეობს აი ხა მე-20 საუკუნეში. აი შარშან მაგალითად გამოქვეყნდა ძალიან ავტორიტეტული მეცნიერების, ზოოლოგების, ბიოლოგების, ეკოლოგების ერთობლივი კვლევა, რომელშიც მათ ასეთი ძალიან მე ვიტყოდი პესიმისტური დასკვნა გააკეთეს. მათ თქვეს, რომ დღეს დედამიწაზე უკვე მიმდინარეობს გადაშენების, სიცოცხლის გადაშენების ერთი ახალი ეტაპი, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული ადამიანის აქტივობასთან. იყო რამდენიმე ეტაპი საერთოდ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისა, როცა რაღაცა კატასტროფებმა, რაღაც კატაკლიზმებმა გამოიწვიეს ის, რომ დედამიწაზე მკვეთრად გაუარესდა პირობები სიცოცხლისთვის და მთელი რიგი ასობით, ათასობით სახეობების სიცოცხლის განადგურდა, გადაშენდა, ხო? ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად დინოზავრები რაღაც ეტაპზე დედამიწის არსებობისა დღემდე ბოლომდე გაურკვეველი მიზეზებით გადაშენდნენ, ხო? ეს ძალიან დიდი კატასტროფა იყო დედამიწისთვის, იმიტომ რომ იმ დროს ისინი წარმოადგენენ ბიოსფეროს ერთ მნიშვნელოვან ნაწილს და რატომღაც რაღაც მიზეზების გამო ისინი საკმაოდ სწრაფად გაქრენ, თითქმის გაქრენ, ხო? დარჩა რა თქმა უნდა რაღაც ცალკეული სახეობები, რომელიც არიან დაკავშირებული, თქვათ, იმ სახეობებთან, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით, ეს თქვათ, ეს მრავალფეროვნება სახეობითი სიცოცხლისა დედამიწაზე ძალიან დაკნინდა. აი ესეთი რამდენიმე ასეთი კრიზისული პერიოდი იყო თურმე დედამიწაზე სიცოცხლის არსებობაში და აი დღეს ეს მეცნიერები წერენ ამას პირდაპირ თავის სტატიაში მიმდინარეობს კიდევ ერთი ასეთი ეტაპი, რომელიც თავისი არსით არის ანთროპომორფული. ანუ ის არის რო ვიტყვენ დაკავშირებული პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანთან, ანთროპოგენურია თავისი არსით დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანმა, ასე ვთქვათ, მოახერხა ის, რომ ფაქტიურად დიდი საფრთხე შეუქმნა სიცოცხლის არსებობას დედამიწაზე და ერთი ავტორიტეტული ინგლისელი კინოდოკუმენტალისტი, ეს არის დევიდ ეტენბორო, რომელიც არის ძალიან ისეთი, მე ვიტყოდი, ცნობილი ადამიანი, მან რამდენიმე ბრწყინვალე ფილმი შექმნა დედამიწაზე სიცოცხლის შესახებ და ეს ფილმები როგორც ესეთი სერიები გადიოდა BBC-ზე სხვადასხვა წლებში და ეხლა ხან მან კიდევ გადაიღო ერთი ესეთი ძალიან საინტერესო ფილმი.
აი დევიდ ეტენბორო ყოველთვის თავის ფილმებში ამას ის ძალიან კაცრია კაცობრიობის მიმართ და აი ამბობს ხოლმე ასეთ რამეს, რომ სიცოცხლის მთავარი მტერი დღეს დედამიწაზე ადამიანია. ამბობს ის აი როგორი პარადოქსული და ამავე დროს როგორი კაცრი და ჩემი აზრით საკმაოდ სამართლიანი მტკიცებულებაა, რომ აი ჩვენ მოვახერხეთ ის, ჩვენ თვითონ ცოცხალი სამყაროს ნაწილი ვართ, ხო, ადამიანები და ამავე დროს მოვახერხეთ ის, რომ გავხდით სიცოცხლის ნომერ პირველი მტრები ამ პლანეტაზე, იმიტომ რომ მთელი დანარჩენი სიცოცხლე, ასე ვთქვათ, საფრთხის წინაშე დგას აი ჩვენი ესეთი რაღაცნაირი მოუზომავი, დაცებლური, უგნური ცხოვრების წესის გამო, ხო? და საბოლოო ჯამში აი ის რაც მოხდა აღდგომის კუნძულზე და მოხდა ძალიან სწრაფად, ხო? ეს ეკოციდი, ეკოლოგიური თვითმკვლელობა, იგივე გვემუქრება ჩვენ როგორც, ასე ვთქვათ, ამ პლანეტის მაცხოვრებლებს, უბრალოდ აღდგომის კუნძული იყო ძალიან პატარა და ამიტომ იქ ეს პროცესი დასრულდა ძალიან სწრაფად, არ გაჭიმულა დიდხანს, 1-2 საუკუნეში მორჩა და შეიძლება დედამიწაზე ეს პროცესი გაიწელოს, ვთქვათ, რამდენიმე საუკუნე, კი ბატონო, ხო? მაგრამ ეს არ ცვლის პროცესის, ასე ვთქვათ, დრამატულობას და იმას, რომ ეს ძალიან დიდი ხიფათია. ანუ ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ აი გავართ არა როგორც ჩვენი კაცობრიობის ადამიანთა მოდგმის, არამედ საერთოდ ამ პლანეტაზე სიცოცხლის გაქრობის საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ვართ სწორედ სიცოცხლის პირობების გაუარესებისა ამ პლანეტაზე და ამას აქვს მრავალი მიზეზი, არა მარტო გლობალური დათბობა, რომელიც უკავშირდება ადამიანის ინდუსტრიულ აქტივობას, იმას, რომ ძალიან მოიმატა ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში და ამის გამო გაიზარდა სათბურის ეფექტი, არამედ კიდევ მრავალი სხვა ბიოდივერსიულობა, ანუ ის რომ აი ბიომრავალფეროვნება, ამაშიც ამის დაკნინებაში ჩვენ ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის, იმიტომ რომ რასაც ქვია ველური ბუნება, აი ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხეთ, რომ ბოლო 2 საუკუნეში ძალიან მკვეთრად, ძალიან შევამცირეთ ბიომრავალფეროვნება ამ პლანეტაზე და ამაში დამნაშავე არავინ არ არის გარდა ადამიანისა. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ აღდგომის კუნძულის კვლევა ეკოლოგიურ კონტექსტში ძალიან სასარგებლოა. სასარგებლოა, იმიტომ რომ ეს გვეხმარება უკეთ გავერკვეთ ჩვენ მომავალში და შესაძლოა რაღაც ჯერ კიდევ არ არის გვიან და ჯერ კიდევ შეგვიძლია რაღაც ცვლილებები შევიტანოთ ჩვენი ცხოვრების წესში, ისეთი, რომ იქნებ ეს კატასტროფა საბოლოოდ არ მოხდეს და რაღაცნაირად იქნებ გადაურჩეთ, ასე ვთქვათ, აი ამ ეკოლოგიურ თვითმკვლელობას, რომელიც ბევრი მეცნიერის აზრით უკვე დაწყებულია და უკვე მიმდინარეობს. მოკლედ, ეს ძალიან ისეთი თემაა, მე ვიტყოდი, არ არის მაინც სახალისო და სასიამოვნო თემა, ვილად რომ ვთქვათ, მაგრამ მე მგონი სასარგებლოა რომ ამაზე ვილაპარაკოთ და ვიფიქროთ და მეტი, როგორ გითხრათ, მეტი ჩვენ ხა რა თქმა უნდა, ცალკეულ ადამიანს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენზე პირადად ბევრი რამ არ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. რა ჩვენ მაგალითად ცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის ეკოსისტემა ასევე ძალიან ფაქიზეა, ხო და ჩვენ ხშირად ვხედავთ ადამიანები როგორ უგნურად და როგორ გითხრათ, დაცებლურად მართლა ექცევიან ბუნებას საქართველოში. ხო, მე ამ ზაფხულში მაგალითად ვიყავი ბორჯომის ხეობაში ივლისში და აგვისტოს დასაწყისში და აი ნახე ჩემი თვალით, რომ ზოგიერთი შეუგნებელი ადამიანი როგორ იქცევა. ბორჯომის პარკში მაგალითად, ხო, ორჯერ შევესწარი, როგორ მოვიდნენ ეს 112-ის სამსახურის ხალხი და ჩააქრეს ხანძარი, რომელიც იწყებოდა საბედნიეროდ მოახერხეს ჩაქრობა საწყის ეტაპზე, ისე რომ ბევრი არაფერი არ დაზიანებულა და მე რომ გამოველაპარაკე ამ ხალხს, აი მითხრეს ძალიან დიდი გულის ტკივილით, რომ ზოგიერთი დამსვენებელი, ზოგიერთი ტურისტი ძალიან უგნურად იქცევა. ანუ ბორჯომის პარკში შექმნილია, იცით, სპეციალურად ისეთი ადგილები, სადაც ადამიანს შეუძლია მაგალითად მოაწყოს პიკნიკი, მოაწყოს პატარა კოცონი გააჩაღოს, რაღაც გააკეთოს, მაგრამ ამისთვის სპეციალური ადგილებია გაკეთებული სპეციალურად, გამოყოფილი და ეს ხალხი ამას საერთოდ ყურადღებას არ აქცევს. ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ ამის გაკეთება და შემდეგ გონიათ, რომ თქვა იმ ცეცხლს რო ჩააქრობენ და იმას მიწას მიაყრიან, ეს საკმარისია. სიამდვილეში თურმე ეს წიწვოვან წყეებში ძალიან საშიშია სწორედ ეს ნიადაგის ზედა ფენა და რო დააყრი ამ იმას, რა ქვია, წიწვებით გაჯერებულ მიწას, ხო, შეიძლება ცეცხლი მოგეჩვენოს, რომ ჩაქრა, მაგრამ სიამდვილეში დარჩეს რაღაცა მისი, თქვათ, და თანდათან ეს მე გაღვივდეს, მით უმეტეს თუ მშრალი და ცხელი ამინდია და რაღაცა დროის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს საკმაოდ
ძლიერი ხანძარი. ასე რომ ადამიანებმა ძალიან როგორ გითხრათ, ერთხილად უნდა მოეპყრან იმ ბუნებას, იმ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობენ და ეს ჩვენც გვეხება, ანუ ჩვენც ხშირად არ ვიქცევით ისე, როგორც ცივილიზებული ადამიანი უნდა იქცეოდეს. ამიტომ, რა ვიცი, ეს შეგონება მე მგონი ყველას გვეხება და უნდა ვიყოთ უფრო მეტად თვითკრიტიკულები. ძალიან იოლია როცა ვიღაცას აბსტრაქტულად სხვას აკრიტიკება რა, მაგრამ რთულია ხოლმე საკუთარი თავის მიმართ იყო ასევე კრიტიკული და ესეც ხანდახან საჭიროა. ხო, კარგით. ნუ მოდი ეს თქვა ჩავთვალოთ, რომ აი აღდგომის კუნძულმა ხედავთ როგორ თემებზე გაგვიყვანა და როგორ რაღაც საკითხებზე მოგვიწია ლაპარაკი, რომელიც აი ძალიან სცილდება ამ პაწაწინა კუნძულს ოკეანეში, მაგრამ აი სწორედ ამიტომაც სასარგებლო იყო ამ კუნძულზე ლაპარაკი, რომ ასეთ რაღაცებზე დაგვაფიქრა, ხო, ეს უკვე კარგია. კარგით. ეხლა რაც შეეხება აი თვითონ კუნძულის ისტორიას, ხო, აქ როგორც გითხარით, ბევრი რამ დღემდე გაუგებარია, თუმცა არქეოლოგიური კვლევებიდან შეიძლება ითქვას, რომ ჩანს ასეთი რამ, რომ ადამიანი კუნძულზე მოვიდა სადღაც მე-4-მე-5 საუკუნეში ჩვენი წელთაღრიცხვით, მანამდე ეს კუნძული იყო დაუსახლებელი ადამიანით და აქ არსებობდა ძალიან მდიდარი ბიოსფერო, ტყე, მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, მაგრამ ადამიანი არ იყო. ადამიანი მოვიდა, როგორც ჩანს, ადამიანის მოსვლა მოხდა რამდენიმე ტალღად. მოვიდნენ აქ ადამიანები როგორც სხვა პოლინეზიური კუნძულებიდან, ასევე შესაძლოა სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდანაც, თუმცა ძირითადად მაინც ის მოსახლეობა, რომელიც დღეს იქ არის პოლინეზიური წარმოშობის, მათი ენა არის პოლინეზიურ ენათა ჯგუფის ენა. და აი მათი ლეგენდებიდან ჩანს ასეთი რამ, რომ აი ეს პირველი კოლონისტები, ვინც აქ მოვიდნენ, მათ ყავდათ ბელადი, ეს ხოტუმატუა, ესეთ მისი სახელია. და როდესაც ისინი დასახლდნენ კუნძულზე, მათ, ასე ვთქვათ, დაიწყეს ამ კუნძულზე ცხოვრება, თანდათან ეს ცივილიზაცია განვითარდა და თავისი განვითარების ზენიტს მან მიაღწია აი ამ პერიოდში, მე-10-მე-15 საუკუნეები, როდესაც კუნძულზე მოსახლეობის რაოდენობა იყო საკმაოდ დიდი, 15, ზოგიერთ შეფასებით 20,000 ადამიანსაც აღწევდა. იყო სოციალურად საკმაოდ ისეთი სტრატიფიცირებული, განვითარებული საზოგადოება, ყავდათ თავითი მეფე, ხო? და შემდეგ აი მოხდა რაღაცა, მოხდა რა? აი ეს გადატრიალება, როგორც რომ ფიშერი წერს, როცა ასე ვთქვათ, მოიშორეს ამ საძულველი ელიტის მცანებლობა თუ შესაძლოა ეს იყო დაკავშირებული ეკოციდთან, შეიძლება იყო დაკავშირებული თქვა ამ სამხრეთ ამერიკიდან დამპყრობლების მოსვლასთან, ძნელი სათქმელია. აქ რაიმე ისეთი აი კაფიო და ერთჯერადი ესეთი ცნობა არ არსებობს და ამიტომ არის თავისუფლება სხვადასხვა ვერსიებისთვის, ხო? და აი როდესაც უკვე მოაის კულტი გაქრა და უკვე საუბრობთ ჩვენ მე-19 საუკუნეზე, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებმა აქ უკვე დაკარგეს იმ თავისი ძველი ბელადების, ძველი რელიგიური წარმოდგენების წმენა, მოხდა ძალიან საინტერესო რამ. აი ნახეთ, როგორც ჩანს, ადამიანთა საზოგადოების სულიერებაში, ხო, აი ვაკუუმი ძნელად შეიძლება არსებობდეს. ამიტომ ერთი რწმენითი სისტემა წავიდა და სამაგიეროდ ამის მაგერად გაჩნდა ახალი რწმენა, გაჩნდა ახალი ღმერთები, ასე ვთქვათ, და ძალიან საინტერესო კულტი განვითარდა, ნაყოფიერების ღმერთის კულტი. და ეს კულტი ვლინდება რაში, იცით, რომ უკვე ქანდაკებებს აღარ ქმნიდნენ, მაგრამ გაჩნდა პეტროგლიფები, ანუ ქვებზე ამოკვეთილი აი ამ ღვთაებების გამოსახულებები და ამავე პერიოდში გაჩნდა ძალიან საინტერესო ახალი კულტი, ეს იყო ეგ ეწოდებული ტანგატამანუ, ანუ ფრინველ ადამიანის კულტი, რომელიც ასევე უკავშირდება სწორედ აი ამ მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისის პერიოდს. ეს ფრინველი ადამიანები ესეთ გამოისახებოდნენ ქვებზე, ნახეთ, ეს იყო გარკვეული ესეთი არსებები, რომლებიც თან ადამიანებს გავდნენ, ანთროპომორფულები იყო, მაგრამ ამავე დროს ჰქონდათ ფრთები, ხანდახან ხშირად გამოსახული, ჰქონდათ ესეთი ფრინველივით, ესეთი ნისკარტი და ესე იგი ეს კულტი უკავშირდებოდა, როგორც ჩანს, ამ ადამიანების უკვე აი როგორ გითხრათ, აი სასოწარკვეთამდე მისულ სურვილს, რომ კუნძული დაეტოვებინათ, იმიტომ რომ კუნძული მათთვის ეს უკვე აი გაჩანაგებული ეს ნაყოფიერება დაკარგული ღარიბი კუნძული, სადაც უკვე
ადამიანები ძნელად ახერხებდნენ თავის გამოკვებას, ხო, და ამას დაემატა ის უბედურებები, რომლებიც უკვე კოლონიზატორებმა მოიტანეს, ხო, ეს ავადმყოფობები, ეს შემოსევები, ადამიანებს გაუჩნდათ თითქოს ესეთი ნატრა სურვილი, რომ აი შეძლებოდათ კუნძულიდან სადღაც გაფრენილიყვნენ, წასულიყვნენ და აი გაჩნდა სწორედ ეს ტანგატამანუ, ანუ ფრინველი ადამიანის კულტი. სხვა შორის არის ძალიან კარგი, საინტერესო ესეთი მხატვრული ფილმი, რომელიც გადაიღო რეჟისორმა კევინ რეინოლდსმა და რომელსაც ქვია რაპა ნუი 1994 წელს გამოვიდა ეს ფილმი და ამ ფილმში არის აი ძალიან კარგად, რა თქმა უნდა ეს კომერციული ფილმია და ცოტა ისეთია, ნუ ბელეტრიზებულია, მაგრამ გადაღებულია ისე აი აღდგომის კუნძულის საკმაოდ დიდი პატივისცემით და ამიტომ აქ არის ასახული აი მთელი რიგი ის რეალური რიტუალები, რომელიც არსებობდა კუნძულზე და მათ შორის აი ეს რიტუალი, რომელიც უკავშირდებოდა სწორედ აი ამ ტანგატამანუს ფრინველი ადამიანის კულტს და ძალიან საინტერესო მე ვიტყოდი ისეთი კარგი ეს არის რა ქვია რიტუალი. რიტუალი რაში მდგომარეობდა, რომ წელიწადში ერთხელ ახალგაზრდები, ესე იგი აღდგომის კუნძულიდან გაცურავდნენ აღდგომის კუნძულთან ახლოს მყოფ ესეთ კლდისკენ, რომელზეც ფრინველები ბუდეებს ქმნიან და იქ თავისი ეს თქვა კვერცხებს დებენ და აი ესე იგი ამ შეჯიბრის ყოველწლიური ესეთი რიტუალური გაცურვის მიზანი იყო, რომ ის ახალგაზრდა, რომელიც პირველი მიაღწევდა ამ კლდემდე, ამ კვერცხებს ასე თქვა აიღებდა, ჩაიდებდა ჩანთაში და უკან მოცურავდა კუნძულზე, ის ასე თქვა მერე მთელი წლის მანძილზე იყო აღიარებული როგორც აი ძალიან ესეთი გმირი და საპატივსაცემულო პიროვნება და აი ესეთი ჩვენ ახლა შეიძლება გვეღიმებოდეს ასეთ ცოტა არ იყოს გულუბრხვილო წესჩვეულებებზე, ხო, მაგრამ სიამოვნებაში კარგად რომ დაუკვირდეთ, ეს არის რა, ეს არის ამ ადამიანების, მოდი ასე ვთქვათ, სულიერი ცხოვრების და მათი მატერიალური ყოფის თანაკვეთის გარკვეული ფორმა, რა, ესე იგი ადამიანი, როდესაც რაღაცის სწამს მას, ხო, ეს რწმენა მას უბიძგებს რაღაცა პრაქტიკული ნაბიჯების გადადმისკენ, ხო? მაგალითად, კერპთაყვანისმცემელი, ვთქვათ, აგებს კერპს, ხო, იმ თაებისა, რომლის წმენაც მას აქვს. არა, თუ ეს წმენა დაკარგა, ის თქვათ ამ კერპს წააქცევს და რაღაცა სხვა კერპს აღმართავს, ხო? აი, რაღაცა ამის მსგავსი, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციები მოხდა კუნძულის მაცხოვრებლების, როგორ გითხრათ, აი სულიერ ცხოვრებაში და იმ გამოვლინებაში ამ სულიერი ცხოვრებისა, რომელიც მათ ჩვეულებებში და მათ აი ესეთ მე ვიტყოდი, უფრო აი ყოველდღიურ ჩვევებში და ტრადიციებში გამოვლინდა და აი სწორედ ამ ფილმში არის მე მგონი თუ არ ვცდები ეს ეპიზოდი, სადაც აი ნაჩვენებია როგორ ხდება ეს რიტუალი და ძალიან საინტერესოა გირჩევთ რომ ნახოთ ეს ფილმი, მე მგონი ხელმისაწვდომია იქიც ინტერნეტში. რაც შეეხება ტურხე ერდალს, მასზე უკვე გესაუბრეთ, ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ცალკე ლექციის წაკითხვა შეიძლება ამ ადამიანზე, ბევრი თვლის მას სამართლიანადაც ალბათ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მოგზაურად. ტურხე ერდალი იყო არა უბრალოდ მოგზაური, არამედ არქეოლოგი, მან ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში 1947 წელს თავის მეგობრებთან ერთად ხის მორებისგან ააშენა აი ეს ტივი, იალქნიანი ტივი და დამზადებისას არ გამოუყენებია არც ლურსმნები, არც ლითონის, თქვათ, არაფერი დეტალები, არამედ დაამზადა ეს ტივი აი სწორედ სამხრეთ ამერიკელი ინდიელების ტექნოლოგიების გამოყენებით და მან აი ამ ტივით იმოგზაურა სამხრეთ ამერიკიდან წყნარ ოკეანეში, გაცურეს მათ დაახლოებით 8000 კილომეტრი მანძილი გაიარეს და მიაღწიეს აი კუნძულ ტუამოტუმდე, რომელიც პოლინეზიის ერთ-ერთი საინტერესო ისეთი მნიშვნელოვანი კუნძულია. ამით ფაქტობრივად ამ მოგზაურობით მათ დაამტკიცეს, რომ სამხრეთ ამერიკელ ინდიელებს შეეძლოთ თავისი ასე თქვა ესეთი საშუალებებით ისეთი გემების, ნავების შექმნა, რომლითაც შეძლებდნენ პოლინეზიაში მოგზაურობას და პოლინეზიის კუნძულების კოლონიზაციას. ამდენად ტურხე ერდალი იყო ძალიან დიდი ენთუზიასტი ამ თეორიისა, რომ პოლინეზიის დასახლება მოხდა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ეს თეორია დღეს არ არის პოპულარული, იმიტომ რომ ანთროპოლოგიური კვლევები თითქოს უფრო საწინააღმდეგო რამეს აჩვენებს იმას, რომ პოლინეზიაში ადამიანები მოვიდნენ სამხრეთ აღმოსავლეთი აზიიდან და შესაბამისად წყნარი ოკეანის კუნძულების
დასახლება ადამიანის მიერ ხდებოდა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. თუმცა, ძნელი სათქმელია, დღემდე ორივე თეორია არსებობს და შესაძლოა რაღაცა ცალკეული შემთხვევები სამხრეთ ამერიკიდან ადამიანების პოლინეზიაში გადმოსვლისა მართლაც იყო და შესაძლოა ის სწორედ აღდგომის კუნძული იყოს ერთი მაგალითი ისეთი პოლინეზიური კულტურისა, სადაც მოხდა თავისებური სინთეზი, თავისებური მოდი ასე ვთქვათ, დაჯახება და შეიძლება კონფლიქტიც პოლინეზიური და სამხრეთ ამერიკული კულტურებისა. შეიძლება ასე იყოს. ჯერჯერობით ამის შესახებ ისეთი საბოლოო დასკვნების გაკეთება ძალიან ძნელია. უფრო მეტიც გამოირკვა, რომ თურმე არ არის გამორიცხული, რომ აღდგომის კუნძულზე თეთრკანიანები, ანუ ევროპელი ადამიანები მოსულიყვნენ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ჰოლანდიელები, ან თუნდაც დამპირი, დევისი და ის მეკობრეები. ეს ძალიან საინტერესო მოსაზრება გამოითქვა ავსტრალიელი მეცნიერის რობერტ ლენგდონის მიერ და ეს ძალიან საინტერესო და ერთ ესეთ საიდუმლოებით მოცულ ამბავს უკავშირდება, რომელიც მოხდა მე-16 საუკუნეში. თუ თქვენ გეოგრაფიას კარგად სწავლობთ და გიყვარდათ გეოგრაფიულ აღმოჩენებზე წიგნების კითხვა, ალბათ იცით, რომ პირველი ექსპედიცია, რომელმაც მოახერხა დედამიწის გარშემო შემოვლა, ეს იყო ესპანელების ექსპედიცია, რომლის მეთაური იყო მაგელანი, არა? მაგელანი თვითონ დაიღუპა ამ ექსპედიციის დროს და მისი 5 გემიდან მხოლოდ 1 დაბრუნდა ესპანეთში. ამ გემის კაპიტანი იყო ბასკი, ხუან სებასტიან ელკანო და სწორედ ეს 18 მეზღვაური, მათ შორის უმეტესობა ბასკები იყვნენ, სხვა შორის, იყვნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც დედამიწას გარშემო შემოუარეს, ხო? და ეს ელკანო, როგორც ამ გემის კაპიტანი, რაღაც ძალიან დიდი პატივით მიიღეს ესპანეთის სამეფო კარზე, მას მრავალი ჯილდო უბოძეს, მის გერბზე, მის საგვარეულო გერბზე გამოსახეს ესეთი დედამიწის გლობუსი. ამ დედამიწის გლობუსზე არის შემორტყმული ესეთი სარტყელი და ამ სარტყელზე წერია პირველმა შემოგიარე გარშემო. ეს წარმოვიდგინეთ, რამხელა პატივია ადამიანისთვის, ხო? შენ ხარ პირველი კაპიტანი, რომელმაც ასე ვთქვათ, დედამიწას გარშემო შემოუარა. და ეს ელკანო ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. კაცი, რომელსაც ამის შემდეგ შეეძლო ალბათ მთელი ცხოვრება ამ თავისი დიდი გმირული მოგზაურობის, ასე ვთქვათ, ხარჯზე ეცხოვრა და სულ პატივისცემაში და სიყვარულში იქნებოდა. მაგრამ იყო, მე ვიტყოდი ისეთი, დაუცხრომლად ცნობის მოყარე ადამიანი და ამიტომ რამდენიმე წლის შემდეგ განიზრახა, რომ კიდევ ერთხელ ემოგზაურა წყნარი ოკეანის რეგიონში და ამიტომაც მიიღო მონაწილეობა მეორე ესპანური ექსპედიციის მომზადებაში, რომლის მიზანი იყო კიდევ დედამიწის გარშემო შემოვლა, წყნარი ოკეანის რეგიონის მონახულება და იქიდან, ძვირფასი საქონლის, ოქროსი, აბრეშუმის, სანელებლების, ესეთი რაღაცების ჩამოტანა და ამ ექსპედიციის მეთაური იყო ესპანელი ადმირალი დე ლოაისა და ამ ექსპედიციაში მე მგონი შედიოდა 7 თუ 8 გემი, ძალიან დიდი იმითი იყო მომზადებული ეს ექსპედიცია, მაგრამ ესეც ძალიან წარუმატებელი ექსპედიცია იყო. ამ გემების ნაწილი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ჩაიძირა, შემდეგ რამდენიმე მათგანი უზოკლოდ დაიკარგა და ბოლოს შეიძლება ითქვას, თვითონ ელკანოც დაიღუპა სხვათა შორის ამ მოგზაურობისას და ძალიან ესეთი ტრაგიკული ფაქტია, რომ ესე იგი ადამიანი, რომელმაც პირველად შემოუარა დედამიწას, მეორე მცდელობისას ესე დაიღუპა და სწორედ ამ ექსპედიციაში მონაწილეობდა ერთ-ერთი გემი, კარაველა, რომლის სახელი იყო სან ლესმესი და ეს გემი უგზოუკლოდ დაიკარგა, როდესაც ექსპედიცია შევიდა წყნარ ოკეანეში. ანუ ეს იყო პირველი ევროპული გემი, რომელიც დაიკარგა უგზოუკლოდ წყნარ ოკეანეში. ეს მოხდა 1526 წელს. და კარგა ხანს ითვლებოდა, რომ არანაირი კვალი ამ გემისა არ იყო აღმოჩენილი, მაგრამ 1967 წელს პოლინეზიის ერთ-ერთი კუნძულის სანაპიროსთან იპოვეს ჩაძირული გემის კვალი და ამ გემზე აღმოაჩინეს რამდენიმე ზარბაზანი, რომლებსაც ჰქონდა დამღა, ისინი იყო დამზადებული მე-16 საუკუნის დასაწყისში, ანუ ძალიან ძველი გემი და ძალიან ძველი ზარბაზნები იყო აშკარად და ვინაიდან იმ დროს ჯერ კიდევ ძალიან ცოტა, ძალიან იშვიათი იყო ევროპული გემები, რომლებიც შესულან საერთოდ წყნარ ოკეანეში, თითქმის გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სან ლესმესი, ანუ სან ლესმესის ნაშთი იყო
აღმოჩენილი ამ კუნძულთან, მოკლედ ამ გემმა როგორც ჩანს შტორმის დროს დაკარგა დანარჩენი გემები, შემდეგ მარტო გააგრძელა მოგზაურობა, ასეთი რაღაცები ხდებოდა ხშირად. მიაღწია ამ კუნძულამდე, ამ კუნძულთან ჩაიძირა, შემდეგ რა მოხდა, არავინ არ იცის, მაგრამ აი აქ სწორედ ამ მეცნიერმა, რობერტ ლენგდონმა, რომელიც ძალიან საინტერესო პიროვნებაა, სხვა შორის, მან 2 წიგნი დაწერა ამის შესახებ და პირველი წიგნი არის ეს დაკარგული კარაველა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა. მოკლედ ლენგდონმა, როგორც არქეოლოგმა, როგორც კვლევარმა შეისწავლა ამ ჩაძირული გემის ნაშთი, ეს ზარბაზნები, სხვა მასალა და დაიწყო კვლევა პოლინეზიის სხვა კუნძულებზე და აი ძალიან საინტერესო ფაქტი აღმოჩნდა, რომ 1973 წელს, როდესაც გამოიკვლიეს აღდგომის კუნძულის მოსახლეობის, ასე ვთქვათ, გენეტიკა, მათი ის გენები, რომლებიც მათ აქვთ, სავსებით მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ აღდგომის კუნძულის მოსახლეობის ნაწილს აქვს ბასკური გენები, რომლებიც არის დამახასიათებელი მხოლოდ ბასკებისთვის, რაც ძალიან დიდი სენსაცია იყო, რა თქმა უნდა, და მისცა საშუალება ლენგდონს ევარაუდა, რომ როგორც ჩანს, როდესაც სან-ლესმესი ჩაიძირა, ესპანელებმა გემის ნამსხვრევებისგან შეძლეს რაღაცა პატარა, ალბათ უფრო გემის აგება და შეეცადნენ უკან დაბრუნება. და შეეცადნენ დაბრუნებულიყვნენ სამხრეთ ამერიკის კონტინენტისკენ, იმიტომ რომ წინ რა ელოდათ იქით დასავლეთისკენ არ იცოდნენ, ხო, მაშინ ჯერ კიდევ წყნარი ოკეანე იყო აბსოლუტურად გამოუკლეველი. ამიტომაც მათ სცადეს ემოგზაურათ აღმოსავლეთის მიმართულებით, რომ რამენერად მიეღწიათ სამხრეთ ამერიკამდე და სწორედ ამ მოგზაურობის დროს მათ შემთხვევით აღმოაჩინეს აღდგომის კუნძული. ანუ იყვნენ პირველი ევროპელები, რომლებიც მოვიდნენ აღდგომის კუნძულზე. შემდეგ როგორც ჩანს, აქედან უკვე აღარ წასულან არსად, ადგილობრივ მოსახლეობას შეერიენ და ეს სწორედ მათი გენების არსებობა დღევანდელ აღდგომის კუნძულელებში ამას უკავშირდება. სხვა შორის საინტერესოა, რომ როდესაც ჰოლანდიელები მე-18 საუკუნის დასაწყისში იყვნენ აღდგომის კუნძულზე, აი იგივე ბერენსი თავის მოგონებებში წერდა, რომ იგი გაკვირვებული იყო იმით, რომ კუნძულზე ხედავდა ადამიანებს, რომელსაც ჰქონდათ საკმაოდ ღია ფერის, თითქმის თეთრი კანი და ესეთი ჟღალი ფერის თმა, ისე რომ შესაძლოა ესენი სწორედ იყვნენ ბასკების შთამომავლები, ისე რომ საინტერესოა, რომ შეიძლება ბასკები იყვნენ სწორედ პირველი ევროპელები, რომლებიც იყვნენ აღდგომის კუნძულზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის დადასტურებული და ამის დადასტურება ალბათ ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმდენად ამ წიგნმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინდელ კითხვებზე, რომ ესპანეთის მეფემ სპეციალური ჯილდო უბოძა, სპეციალური პრემია რობერტ ლენგდონს, როგორც ესპანეთის ისტორიის კვლევარს და იმ დამსახურებისთვის, რომელიც მან შეიტანა ამ თავისი კვლევებით, სწორედ აი ესპანეთის ისტორიის კვლევაში. აი ესეთი საინტერესო კიდევ ერთი ესეთი საიდუმლო ამბავი უკავშირდება, შესაძლოა უკავშირდება აღდგომის კუნძულს. ბოლოს ლექციას უკვე ვამთავრებთ და რამდენიმე სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვათ აი ამ საოცარ დამწერლობაზე, ეს აღდგომის კუნძულის კიდევ ერთი დიდი საიდუმლოა. კუნძულზე არის აღმოჩენილი დამწერლობა, აღმოჩენილი იყო ეს მე-19 საუკუნეში მოხდა აღმოჩენა ამისი, აი ესეთი ხის ფირფიტები, რომლებზეც ორივე მხრიდან არის წარწერები. ეს წარწერები არის იეროგლიფური და აი ამ წარწერის გაშიფრვა დღემდე ვერავინ ვერ მოახერხა. რატო? იმიტომ რომ ეს ფირფიტები ინახებოდა ადამიანები ჰქონდათ ეს შენახული როგორც ამულეტები, როგორც რაღაც ესეთი სამახსოვრო ნივთები, მაგრამ არავის არ შეეძლო წაკითხვა იმისი თუ რა ეწერა აქ. როგორც ჩანს, ეს იყო დამწერლობა, რომელიც მხოლოდ ელიტამ, აი შეიძლება სწორედ იმ გრძელყურებიანმა ელიტამ იცოდა და შემდეგ როდესაც მოხდა ეს კატასტროფა, ეს რევოლუცია, ხო? ეს ადამიანები რო დახოცეს, ეს ფირფიტები დარჩა, როგორც თქვა ნივთები, რომელთა დანიშნულება გადარჩენილმა ადამიანებმა არ იცოდნენ. ყოველ შემთხვევაში, როდესაც მე-19 საუკუნეში ქრისტიანი მისიონერები, რომლებიც კუნძულზე იყვნენ ჩასულები, შეეცადნენ გამოეკითხათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომ რა წერია ამ ფირფიტებზე, ხო? ადამიანებმა არაფერი ამის შესახებ არ იცოდნენ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ასეთი ფირფიტების რაოდენობა ბევრად უფრო მეტი იყო თავიდან, როცა აქ ევროპელები მოვიდნენ, მაგრამ შემდეგ აი ზოგიერთი მისიონერი საკმაოდ ისე უგნურად იქცეოდა, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ, რომ ეს ფირფიტები რაღაცა საიდუმლო კულტის ნაწილი იყო და ამიტომ ადამიანებს, რომლებიც გაქრისტიანდნენ, თხოვდნენ, ბრძანებდნენ,
რომ ეს ფირფიტები გაენადგურებიათ, დაეწვათ. ამიტომ ძალიან ბევრი ასეთი ფირფიტა დაწვეს. საბედნიეროდ დაახლოებით 20-მდე ფირფიტა შემორჩა სხვადასხვა მუზეუმებში, კერძო კოლექციებში, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით არის ეს მასალა და ამიტომ თანამედროვე კრიპტოგრაფიული მეთოდებით ამის გაშიფრვა ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ საერთოდ დაშიფრული ტექსტების წაკითხვაში არის ეს კანონზომიერება, რომ თუ დიდი რაოდენობით გაქვს ტექსტები, მაშინ გაშიფრვა შესაძლებელია, იმიტომ რომ არსებობს ტექსტების სტატისტიკური ანალიზის მეთოდები, მათემატიკური მეთოდები, ხო, რომელიც საშუალებას გაძლევს რაღაცნაირად დაადგინო რა წერია ამ ტექსტებში, არა? აი მაგალითად ბევრი ძველი დამწერლობა, რომელიც იყო საიდუმლოებით მოცული, გაიშიფრა, ხო? თქვენ იცით, რომ ეგვიპტური იეროგლიფები გაიშიფრა თავის დროზე, თუმცა ამას ძალიან შეუწყო ხელი იმან, რომ ნაპოლეონის ლაშქრობის დროს ეგვიპტეში იყო აღმოჩენილი ეგრეთ წოდებული როზეტის ქვა, რომელზეც იყო გაკეთებული ერთი და იგივე წარწერა სამი სხვადასხვა ენით, იეროგლიფებით, კოპტურად და ძველ ბერძნულად. აი, როდესაც ეს ქვა ჩამოიტანეს პარიზში და როცა იგი ჩაუვარდა ხელში უკვე მეცნიერებს, ერთ-ერთმა ფრანგმა მეცნიერმა, ჟან-პოლ შამპოლიონმა, სწორედ მოახერხა ეგვიპტური იეროგლიფების წაკითხვა, იმიტომ რომ ეს ქვა, ეს როზეტის ქვა იყო, როგორც გითხრათ, ну, აი პატარა ლექსიკონი, სადაც შეიძლებოდა პირდაპირ, ასე თქვა, დანახვა იმისი თუ რა წერია აქ იეროგლიფებით, არა? ასეთი როზეტის ქვა სამწუხაროდ არ არის აღმოჩენილი აღდგომის კუნძულზე და კიდევ მეორე უბედურება ისაა, რომ ძალიან ცოტაა ტექსტების რაოდენობა, მაშინ როცა თქვა ეგვიპტური პაპირუსები, ტექსტები არის ძალიან დიდი რაოდენობით, ხო, სხვადასხვა მუზეუმებში. ამიტომ თუ აღდგომის კუნძულზე არ მოხდება კიდევ თქვა დამატებით ახალი ტექსტების აღმოჩენა, რის იმედიც ალბათ არსებობს, იმიტომ რომ სისტემატური არქეოლოგიური გათხრები აღდგომის კუნძულზე არ ჩატარებულა და არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს მეცნიერებმა მიაკლიონ თქვა წარწერებს, რომელიც შესრულებულია ქვაზე ან კედლებზე, ხო? თუმცა ამის იმედი ძალიან სუსტია და აი ესეც ძალიან ესეთი მე ვიტყოდი აღდგომის კუნძულს მატებს რაღაც იდუმალებას, რომ აი ამ პატარა პაწაწინა კუნძულზე არსებობდა კულტურა, რომელმაც შექმნა ეს დამწერლობა. ეს დამწერლობა ჩვენ თვალწინ არის, მაგრამ სამწუხაროდ მის წაკითხვას ვერ ვახერხებთ, ხო? აი ასეა მოკლედ, აი ესეც საინტერესო ადგილია, ძალიან საინტერესო კუნძულია. გირჩევთ მის შესახებ წაიკითხოთ, ჩვენ სხვა შორის სასწავლო მასალებში დევს საკმაოდ დაწვრილებით ჩემი დაწერილი თავი, რომელიც ეხება აღდგომის კუნძულს, სადაც ბევრი სხვა მასალა არის კიდე კუნძულთან დაკავშირებული, გირჩევთ რომ ეს წაიკითხოთ. ხო და რა ვიცი, თვითონ ტურხერდალს აქვს დაწერილი ძალიან კარგი წიგნი აღდგომის კუნძულზე, რომელიც სხვა შორის თავის დროზე მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ქართულად ითარგმნა, გამოვიდა და ეს წიგნიც არსებობს, შეიძლება ილეონის ბიბლიოთეკაში იყოს ერთ სიტყვით. აღდგომის კუნძულზე მასალა არსებობს, როგორც ონლაინ, ასევე ბიბლიოთეკებში და რა ვიცი, მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი ისეთი ძალიან საინტერესო ადგილია და ღირს რომ ამაზე მეტი იცოდეთ და სხვა შორის მე მეორე რეფერატის დავალებებიც რომ მოგეცით, მე მგონი იქ ერთ-ერთი დავალების სათაური სწორედ ეხება აღდგომის კუნძულს, ისე რომ თუ აირჩევთ ამ თემას, მაშინ რა თქმა უნდა მოგიწევთ რომ ჩემზე მეტი იცოდეთ აღდგომის კუნძულის შესახებ, ხო? კარგით, ეს არის ხალხო დღეს რის თქმაც მინდოდა, დავამთავროთ მოდი ლექცია დაგემშვიდობებით. აბა თქვენ იცით მოკლედ